გამარჯობა. დღეს ქართული რესპუბლიკის გადაცემათა სერია საუბრების მომდევნო ეპიზოდს გიჩვენებთ. მასპინძლები ვიქნებით მე, გიორგი თავართქილაძე და ბექა ხალიბეგაშვილი. ჩვენი სტუმარი იქნება პატივცემული მკვლევარი ბატონი მამუკა კომახია და დღევანდელ ეპიზოდში გვინდა მადლობა სტუმრობისთვის პირველ რიგში. დღევანდელ ეპიზოდში გვინდა ვისაუბროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სოხუმსა და ცხინვალზე და ასევე იმ გავლენებზე, იმ ვითარებაზე, რომელსაც მათ შორის რუსეთის ფედერაცია ქმნის ადგილზე. შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი, ალბათ უკეთესი იქნება თავიდან თუ მიმოვიხილავთ იმას, თუ რა სიტუაციაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური, პოლიტიკური და მათ შორის სოციალური კუთხით. დარწმუნებული ვარ, დიდი სხვაობა გვექნება სოხუმსა და ცხინვალში, გამომდინარე თავისებური ვითარებებიდან, რაც ადგილზე გვაქვს. შეგვიძლია დავიწყოთ ნებისმიერი ამ მოცემული საკითხიდან. დემოგრაფით დავიწყოთ, მე მგონი ყველაზე კარგი იქნება წარმოდგენა შევიქნათ თუ რაოდენობა რამდენია თითოეულ ამ ოკუპირებულ რეგიონში მოსახლეობის, ხო? და რამაც დიდი ცვლილება განიცადა საბჭოთა კავშირის გრევის შემდეგ, ძალიან ცნობილი პროცესების გამო, ვიცით რომ შეერაღმულ დაპირისპირებამ და მიგრაციულმა პროცესებმა დემოგრაფიული ბალანსი ამ რეგიონებში სრულად შეცვალა. ცხინვალის რეგიონს რაც შეეხება, აქ მოსახლეობის რაოდენობა ბუნებრივია ისე როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა თუ რეგიონებში ძალიან არის შემცირებული, მათ შორის ცხინვალის რეგიონში, მაგრამ ის რაც ჩვენ მივიღეთ საბჭოთა კავშირის გრევიდან ამის 35 წლის შემდეგ, ეს არის რომ ცხინვალის რეგიონი დღეს ფაქტობრივად არის მონოეთნიკური რეგიონი. იმიტომ რომ პრაქტიკულად აქ სხვა ეთნიკური ჯგუფები ძალიან მინიმალური რაოდენობით ცხოვრობენ, მათ შორის ქართველების რაოდენობა ძალიან მცირეა. 2008 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ახალგორის ოკუპაციაც მოხდა რუსეთის ფედერაციის მიერ და ის მთლიანად შეუერთა დანარჩენ სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქს, იქაც კი შემცირებულია საქართველოს ქართული მოსახლეობა, მათი დიდი ნაწილი იძულებული გახდა იმის გამო, რომ მათ არ ქონდათ განათლების უფლება, სოციალურ-ეკონომიკურად სერიოზული გამოწვევები იყო, დაეტოვებინათ ახალგორის რაოდენობა, წამოსულიყვნენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. ეხლა თავიდან უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივე რეგიონის შემთხვევაში ზუსტი მონაცემების თქმა არის პრაქტიკულად შეუძლებელი. მაგრამ არის სხვადასხვა რიცხვები ამასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება რაღაცნაირად ზოგადი წარმოდგენა შევქმნას, თუ მიახლოებით რამდენი შეიძლება იყოს აქ. ეხლა თავად ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება რასაც ამობს, ისინი ამბობენ, რომ სადღაც ბოლო წლებში ჩაატარეს აღწერის მსგავსი ასე ვთქვათ, სტატისტიკური ის ჰქონდათ ანალიტიკური ბროშურა გამოცემული, სადაც წერია, რომ 57,000-მდე კაცი ცხოვრობს ცხინვალის რეგიონში, მაგრამ რეალურად ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით, რომ სადღაც შეიძლება 35,000-მდე კაცი ცხოვრობს მთელ ცხინვალის რეგიონში. ეხლა საიდან ვიცით, ხო, ჩვენ რა თქმა უნდა ეს არცად არ წერია ესეთ ოფიციალურად, მაგრამ ხშირად ამაზე მედიაში საუბრობენ ხოლმე. თავად ოსი ჟურნალისტები, ოსი სამოქალაქო აქტივისტები და სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად, ხო, ადგილობრივებს გულისხმობ, შეგვიძლია რაღაცნაირად ვივარაუდოთ მათი რაოდენობა არაოფიციალურად გაცილებით უფრო ნაკლებია. ძალიან მარტივი მონაცემები შეგვიძლია მოვიყვანოთ და რაღაცნაირად შევადაროთ, მე შეიძლება ეს რაღაცა ფორმულებიც კი გამოვიყვანოთ აქედან. ცხინვალის რეგიონში სულ არის 55 სკოლა და ყოველწლიურად სკოლას ამთავრებს, ბოლო წლების ტენდენცია, სადაც 600-მდე ბავშვი, მაგრამ სკოლაში პირველ კლასელი სადღაც ბოლო წლებში არის, სადაც 500. მაგალითად 506 იყო წინა წელს. შევიდა ეს იყო ოფიციალური მონაცემები, ხო? და ამ 500-დან სადღაც 400 ქალაქ ცხინვალის სკოლებში დადის. ანუ პრაქტიკულად დანარჩენი რაიონები ცხინვალის რეგიონში გაუკაცრიელებულია, ძალიან ბევრი სოფელია, სადაც პირველ კლასელი მაგალითად წელს არ შესულა, ხო? ამ მონაცემით შეგვიძლია ჩვენ მართლაც ვიფიქროთ, რომ 57,000 ადამიანის შესახებ ცხინვალის რეგიონი ცოტათი გადაჭარბებულია. მაგალითად არჩევნებში სადღაც არალეგიტიმურ არჩევნებში, რომელიც ჩატარდა აქ შარშან, საპარლამენტო არჩევნები იყო ეგრეთ წოდებული, სადაც 35,000-მდე ადამიანი მივიდა არჩევნებზე, მაგრამ მათ შორის იგულისხმება ხალხი, რომელიც მაგალითად ჩრდილოეთ ოსეთში იყო დარეგისტრირებული. და ასე რომ ზუსტი მონაცემები ცოდნა რთულია, მაგრამ შეგვიძლია უხეშად ვთქვათ, რომ ცხინვალის რეგიონში სადღაც 30-35,000 კაცი შეიძლება ცხოვრობდეს. და მოდით ისიც ვთქვათ, სავარაუდო მონაცემები, რაც ჯერჯერობით გვაქვს, ხო, მაგრამ თქვენ ალბათ უკეთესად გეცოდინებათ, რამდენად რეალურია. დაახლოებით 4,000-მდე ქართველზე არის საუბარი, მათ შორის 1,500-მდე ადამიანზე ახალგორის რეგიონში, სადაც ბექამიცის ალბათ ყველაზე კარგად სამწუხაროდ ძირითადად
დასრული და ახალგაზრდები ფაქტობრივად აღარ ცხოვრობენ. ომის მერე რეალურად დაიცალა, მაგრამ იმ პერიოდში, როცა ჩვენ ცხოვრობდით, რეალურად არც იყო ეს დაყოფა რაღაც ნიშნის მიხედვით, რომ ვინ ოსი იყო და ვინ ქართველი და ასე შემდეგ, არც ყოფილა მაგაზე საუბარი, სკოლაშიც ერთად დავდიოდით, ოჯახები ერთად ვიზრდებოდით. თუმცა ომის შემდგომ ძირითადი ნაწილი რაც დარჩა ქართველები იყო მოხუცი ადამიანები, ბებია, პაპები და ასე შემდეგ. დანარჩენი ახალგაზრდობა ძირითადად გამოსული იყო რაღაც პატარა ნაწილი, რომელიც მუდმივი მაცხოვრებელი ალბათ ძალიან მცირე, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ეს ახალგაზრდა ნაწილი გადადიოდა რაღაც მცირე დროით და გარკვეულ რაღაცა ვაჭრობით, ასე რომ ვთქვათ, ეკონომიკურ სარგებლობას იღებდა და წეგანაც ვახსენეთ, რომ ტატუნაშვილიც ზუსტად ერთ-ერთი ის ადამიანი იყო, რომელიც რაღაცა მსგავსი მცირე ბიზნესში ჩართული იყო და სხვა ინტერესი იქ ამ ეტაპზე ძალიან რთულია რომ გქონდეს მით უმეტეს თუ ქართველი ხარ, იმიტომ რომ ყველანაირად იზღუდები, ანუ ჯერ თავიდან იყო რაღაც ეს პირადობის მოწმობა, რომელიც შეგეძლო რუსულად გეთარგმნა და ეგეც იმ შემთხვევაში თუ ახალგორში დაბადებული გაზრდილი იყავი, მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეგეძლო გეკეთებინა და შესულიყავი, მერე შემოიღეს რაღაც ფორმაცხრა და რაღაც სპეციალური დოკუმენტი, რომელსაც სჭირდება რაღაც პერიოდი ელოდო, ცხინვალში სანამ წავა ვიღაც, ჩაიტან შენ საბუთებს, მერე ჩამოგიტანენ, არ ჩამოგიტანენ, მაგაზეც არავინ არ არის პასუხისმგებელი, რეალურად რამდენი ხანი მოგიწევს, ჩარჩე, რომ შეხვიდე. ეგეც არის წინასწარ რა, ყველანაირად უმართავი სიტუაცია, ამიტომ ბევრი თუნდაც მაგის გამო ერიდება შესვლას, რომ არ იცის რამდენი ხანი შეიძლება მოუწიოს იქ გაჩერება. და იქ რა სიტუაცია დახვდება უკვე, ეხლა მეც მეგობრები რამდენიმე ვისგანაც მომისმენა და გამოცდილება აქვთ, გაუჩერებიათ, მთლიანი ტელეფონი გაუსუფთავებიათ. და რაღაც მსგავსი ფაქტები მომხდარა და ეხლა შესაბამისად არის ნებისმიერ შემთხვევაში მოსალოდნელი, რომ ანუ არ იცი შენი იქ ვიზიტი, შენი იქ ჩასვლა, რა შედეგებით დასრულდება საბოლოო ჯამში და ამიტომ ქართველების შესაბამისად ამ ეტაპზე ძალიან მცირე რაოდენობით არის. რაღაცას კონტექსტი რო არ გაგვექცეს, აი 4000 თქვით, ხო, აი რაც ბექამ თქვა, ძალიან სწორად თქვა, მიზეზები პრინციპში, რამაც გამოიწვია ეთნიკურად ქართული მოსახლეობის შემცირება. იქა მე ვფიქრობ, დღეისთვის 4000 ცოტა გადაჭარბებული მონაცემები შეიძლება, მათი რაოდენობა შეიძლება გაცილებით ნაკლები და ისინი ძირითადად ახალგორის რაიონის სოფლებშია. წარმოგიდგენთ, ეხლა ქართული ენას განათლება აღარ მიმდინარეობს, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება გართულებულია იმ მოსახლეობისათვის, ვინც ასე ვთქვათ ახალგორში ცხოვრობს, ეთნიკურად ქართველებს მაგ საუბარი. ანუ ადამიანებს პრაქტიკულად აი იმ საბუთები ბიუროკრატია ვიყოთ, ხო? თქვენ ძალიან კარგად თქვით, მით უმეტეს რაღაც ამის გამოცდილებაც გაქვთ თქვენი ათასავებიდან ახლობლებიდან, ძალიან ბევრი ბიუროკრატიული წესი შემოიღეს, რაც ართულებს ამ საჭირო საბუთების მოპოვებას. და პრინციპში იქ ცხოვრება გაუსაზრისი ხდება. ვინმეს თუ აქვს წასასვლელი და შეუძლია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებელ ტერიტორიაზე გადმოვიდეს, მაშინ ვიღაცა არჩევს თუ აქ გადმოვიდეს. ასე რომ მათი რაოდენობა დღეს შემცირებულია და სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ დღეს ცხინვალის რეგიონი არის მონოეთნიკური რეგიონი იმ კითხვით, რომ ეთნიკური ქართველები, რუსები და სომხები ძალიან მცირე რაოდენობით ცხოვრობენ და მათი რაოდენობა ძირითადად ცხინვალში. სანამ დემოგრაფიაზე ვსაუბრობთ და ცხინვალის რეგიონზე, მინდა ერთი ფაქტი აღვნიშნოთ, რომელიც შეეხება შემდეგს. დღევანდელი მონაცემებით სავარაუდოდ ჩვენს კონტროლირებელ ტერიტორიაზე დაახლოებით 15000-მდე ეთნიკურად ოსი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს. ნუ ყველამ ვიცით, რომ არავით არის დისკრიმინაცია და რაღაც განსხვავებული მოპყრობა მათ მიმართ არ არსებობს, მეც პირადად ძალიან ბევრი ახლობელი მყავს. ეთნიკურად ოსი და რაზე მინდა გავამოწმოთ, ცოტა დავბრუნდეთ 2008 წელში, ერთი მომენტი მინდა გავიხსენო. პირველ დღეებში მედვედევი ამბობდა, რომ სამხრეთ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, მე ცხინვალის რეგიონად მოიხსენიებ, მიმდინარეობდა ოსების გენოციდი. ეს იყო სტანდარტული რუსული, ასე ვთქვათ, საბაბი სამხედრო ინტერვენციის განხორციელების. მე ვნახეთ, რომ უკრაინაშიც იგივეს აკეთებდნენ და ჩვენ შემთხვევაში, მათ შორის საუბარი იყო რამდენიმე 1000 ადამიანზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე ისე აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონტროლი დაამყარეს თვითონ რეგიონზე, თვითონაც ვერ აღმოაშინეს იმდენი საბაბიც კი, რომ ეს საუბარი თითქოს იქ გენოციდზე იყო ლაპარაკი და ასე შემდეგ გაეგრძელებინათ რა. და ამასობაში ჩვენ მყავს აქ ფაქტებით არ იყო გამაგრებული. რა გენოციძია საუბარი, რომ ჯერ ფაქტები არაფერი არ ქონია და მეორე მხრივ კიდე ჩვენს კონტროლირებელ ტერიტორიაზე დღესაც ცხოვრობს 15000-მდე ეთნიკურად ოსი ადამიანი. აი ამის ჩართვა მინდოდა რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ამბავში რა. რამდენად არაადეკვატური არის ხოლმე ის ინფორმაცია, რომელსაც აჟღერებს მათ შორის კრემლი. შეგვიძლია აფხაზეთს გადავიდეთ დემოგრაფიის კონტექსტში, თუ სხვა რამე არ გაქვთ სათქმელი. ხო, შეგვიძლია ხა აფხაზეთს გადავიდეთ, აფხაზეთი ცოტა განსხვავებული ვითარება დემოგრაფიის თვალსაზრისით. თავად ადგილობრივი დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული
მოსახლეობის აღწერა დავარქვათ ამას, მოსახლეობის აღწერის მიხედვით, რომელიც ვთქვათ, საიმედო რა თქმა უნდა არ არის, აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს 255,000-მდე კაცი. და მათ შორის რაღაც 126,000, როგორც თავად ამბობენ, არიან ეთნიკურად აფხაზები. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ აფხაზები არიან 51%-ზე მეტი. და ეს ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩავამატებ ფაქტ, თუ შეიძლება კონფლიქტის დაწყებამდე დაახლოებით 90,000 იყვნენ მაშინდელი აღწერით აფხაზები და 94,000 როგორც მახსოვს. დღეს ანუ ამ დროის მერე საშინელი ეკონომიკური ვითარება გამოიარა საქართველოს და ჩვენზე უარესი აფხაზეთმა, დღემდე იქ სიტუაცია არ გამოსწორებულა, ნარკომანია, უმუშევრობა და სხვა პრობლემები და ემიგრაცია მათ შორის და აღწერა ამბობს, რომ თითქოს 94,000-დან პირიქით აფხაზების რაოდენობა მოიმატა 122,000-მდე თუ ორსები თუ. ხო, მე ვფიქრობ დემოგრაფიულად შეუძლებელია, ალბათ ეს დემოგრაფებს ამას კარგი ანალიზი გაკეთება შეუძლია, ძალიან კარგი მონაცემია ამისთვის. გეთანხმები გიორგი? 51%-ს ავსებენ, ასე ვთქვათ. ხო, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აფხაზებს ყოველთვის ეს უმცირესობაში ყოფნის, ასე ვთქვათ, ერთგვარი პრობლემა ჰქონდათ. აი საბჭოთა პერიოდში ისინი სადაც დაახლოებით 18%-მდე იყვნენ, ბოლო პერიოდში უკვე საბჭოთა კავშირის არსებობისა და ეს როის უმცირესობაში იყვნენ მათ გარკვეულ კომპლექსებსაც უქმნიდათ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ შეეძლოთ, ვთქვათ, იმ ტერიტორიის მართვა და ეს 51% რაღაცნაირად ლეგიტიმაციას ახდენს იმისა, აფხაზების თვალში, რომ დე-ფაქტო ხელისუფლების ეთნიკურად აფხაზები არიან. ნუ ეს მოდი ვთქვათ ესე, რომ აფხაზეთთვის დამახასიათებელია ეთნიკური აფხაზები, მანდამაინც სხვა ეთნიკური ჯგუფებს ძალაუფლებას არ უნაწილებენ. იქ არის ახლა ერთეული შემთხვევები, როდესაც არის ეთნიკურად სომეხია, ეთნიკურად რუსია, მაგრამ მათ რეალური ძალაუფლება მოდი ვთქვათ ესე არ არის. ეხლა რაოდენობაზე რო ვთქვათ, მართლა წარმოუდგენელია ხა 99 წლის საბჭოთა აღწერით ხარ 94,000 და დღეს 220 წელს ჩატარდა ბოლო აღწერა დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, ისინი ამბობენ რომ 126,000 ეთნიკურად აფხაზია. ნუ ამხელა მატება ომის გათვალისწინებით, ემიგრაციისა და დაბალი შობადობით. ძალიან მარტივ მონაცემებს გეტყვით, ბოლო წლებში თავად აფხაზების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებით, სადღაც 1200-ი ადამიანი იბადება აფხაზეთში და ამდენი ან ამაზე მეტი იღუპება ყოველწლიურად. თან ეს ყველა აფხაზი არ არის. ხო, რომ მათი რაოდენობა იქ არიან სხვები, რუსები არიან, სომხები არიან, ქართველების რეგისტრაციის თემაც რთულად, აი შეიძლება ბავშვი რო იბადება, თლათ ისე რეგისტრაცია ისე თლათ ბოლომდე სამართლებად ვერ ხდება, იმიტომ რომ მათ გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს არ აქვთ მოქალაქეობა. შესაბამისად შეიძლება ეს იბადება, მაგრამ რაღაცა დაბადების მოწმობ გავს დოკუმენტაციის გაცემა რაღაც რთულად ხდება. სხვათა შორის არიან ძალიან ბევრი აფხაზი, რომლებიც კრასნოდარის მხარეში მიდის ბავშვის გასაჩენად, იმიტომ რომ სერვისი იქ უკეთესია. ანუ ეს თავად ეს მონაცემები მთლად საიმედო არ არის, მაგრამ ნუ ის რაც გვაქვს, ეს გვაქვს. თვითონ მონაცემების ისეთია, რომ უნდობლობას აჩენს, ნუ დამატებითი რაღაც ფაქტორები. შეუძლებელია, ახლა გაზრდილიყო ამდენი კატაკლიზმის შემდეგ აფხაზეთში, მით უმეტეს ახლა მთლად ესეთი მრავალშვილოვნების ტრადიცია ახლა არ არის. იყო, მაგრამ ახლა მთლად ესე უბრალოდ ფიზიკურ, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა მოსახლეობაში, ისე მაგას მთლად ესე სწრაფად არ არის, ნუ არ რომ ცენტრალურ აზიის ქვეყნებს და აზერბაიჯანს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მზარდია. მიუხედავად იმისა, რომ იმიგრაცია მაღალია, შობადობაც მაღალია, მაგრამ რაც შეეხება აი ჩვენ რეგიონს, ხო, იგივე რუსეთი აიღეთ, უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა, იქ შობადობა ძალიან მაგარია და აფხაზეთს როგორცაც ამ ტრენდში ჯდება იმ კუთხით, რომ აი გითხარით მე ხო დაბადება გარდაცვალების სალდო როგორია, ხო, ნეგატიური, ანუ უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე იბადება. მე მინდა აი სანამ სხვა საკითხებზე გადავალთ, ამას ძალიან ცოტა დროით მოვახმოვეთ, ჩემი აზრით, არა მხოლოდ ზოგადად მედია სივრცეში, არამედ საერთოდ ნებისმიერ სივრცეში და ეგ არის ჩვენი დიდი დანაშაული. სათანადო ყურადღებას არ უთმობთ გალში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან, მე არ ვიცი ახლა თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ დაახლოებით რამდენ 1000 ადამიანზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ ვიცით რომ მთელი გალის რაიონის უმრავლესობას აბსოლუტურს ქართველები შეადგენენ, ისინი არიან საკმაოდ მძიმე დისკრიმინაციულ პირობებში სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ალბათ კარგი იქნება მაინც დასაწყისია ჩვენი გადაცემის და მათ ერთი-ორი სიტყვა ვთქვათ, პირველ რიგში მოკითხვა გადავცეთ აქედან, რამდენადაც შეგვიძლია, ჩვენ ყოველთვის გვახსოვხართ და აუცილებლად რაც შეიძლება მალე ღვთისწყალობით იმ პრობლემებს და იმ
ხელოვნურად აღმართულ ბარიერებს, რაც ჩვენ შორის არსებობს, აუცილებლად გადავლახავთ. ამაზე მათ მდგომარეობაზე რომ ჩვენ მაყურებელს ეთნიკური ქართველების რაოდენობის ზუსტი მონაცემის თქმაც ალბათ ჩვენ შემთხვევაში რთულია, იმიტომ რომ ამის ზუსტი აღწერა ახლა არ ხდება თავად დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ. ისინი ბოლო აღწერის მიხედვით ამბობენ, რომ სადაც 42000, 45000-მდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობდა ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ ალბათ სავარაუდოდ შეიძლება იყოს 30-35-მდე. კი, არ არის ეს პატარა, საკმაოდ დიდია, თან ეს არ დაგვაუწყოს, რომ კომპაქტურად დასახლებულია. თან ახლა ეს გალის რაიონში ძირითადად ყოველთვის საბჭოთა პერიოდში ძირითადად ეთნიკურად ქართველები ცხოვრობდნენ. და იქ სოფლები იყო წმინდა წყლის ასე ვთქვათ ქართული სოფლები. ეხლა პრობლემები რას თქვი გიორგი, ესეა ძალიან მძიმე ვითარებაში უწევს იმ ხალხს ცხოვრება, მაგრამ ეს მათი სახლია, მათი მშობლიური ადგილია და ამ ადამიანმა ესეთი არჩევანი გააკეთეს. რის გამოც ორმაგად დაფასებას იმსახურებენ. იქ დაიბადნენ, თან ახლა არ გავითვალისწინოთ ჩვენ, ისინი ძალიან მძიმე პირობებში არიან. ფაქტიურად გალის რაიონში აპარტეიდის სტილის ასე ვთქვათ რეჟიმია. იყო პერიოდი, როდესაც იყო კი არა დიდი ხანი 90-იან წლებიდან მოყოლებული თორსები 2015-16 წლამდე მათ ქართულად განათლების მიღების საშუალება ჰქონდა. სადაც 20-მდე სკოლა უშუალოდ გალის რაიონში, სადაც ქართულად შეიძლებოდა სწავლა. მაგრამ დღეს უკვე ქართულენოვანი სკოლები აღარ არსებობს, ქართული ენა იდევნება. ახლა ამ ძალიან კარგი მაგალითია ის, რომ ბავშვები ზირთად ასე ვთქვათ ეთნიკური ქართველები გალის რაიონში განათლებას იღებენ რუსულად და მეტნაკლებად აფხაზურადაც. მაგრამ უფრო მათი რუსიფიკაციისკენ მიდის ეს პოლიტიკა, ვიდრე გააფხაზებასაც იო, მაგრამ ენის კუთხით მათი რუსიფიკაცია მიდის და ეხა არიან ადამიანები, მათ შორის სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ დღეს თბილისის უნივერსიტეტებში, თქვენ თუ დააკვირდებით მათ საუბრის მანერით, განსაკუთრებით პირველ და მეორე კურსზე, მათ ასე ვთქვათ, სამოთხოვნო უნარებზე რაღაცა რუსული ენის საკმაოდ დიდი გავლენა, რაც გასაგებია, იმიტომ რომ ისინი განათლებას რუსულად იღებენ, ქართულად საუბარი, ალბათ ძალიან კონსპირაციულად თუ შეიძლება ოჯახში ანუ ძალიან არა ბოლო პერიოდში რამდენიმე ადამიანთან მქონდა შეხება და სხვათა შორის აღმოვაჩინე ცოტა ხნის წინ რომ სრულიად პრობლემად გადმოდიან გადადიან აქ რაღაც სამსახურებიც აქვთ და კი გადასვლის ადამიანი გავიცან ახალგორთან მიმართებაში რომ პარალელი გავალთ ეგრე არ არის ანუ იქ ცოტა სხვანაირად თავიდან იყო რომ თუ რაღაც საბუთი გქონდა სურვილი სამებრი როცა მოგინდებოდა შეგეძლო გადასულიყავი მერე იყო რომ საერთოდ რომ რაღაც პერიოდი თუ მოუნდებოდათ ჩაკეტილი იყო საერთოდ და შენ რა სურვილი გექნებოდა მაგას მნიშვნელობა არ ქონდა და პერიოდულად არის ხოლმე რაღაც თვის განმავლობაში მაგალითად რაღაცა ამ რიცხვიდან ამ რიცხვამდე შეგეძლო გადახვიდე და წინასწარ რაღაც ინფორმაციას ავრცელებენ რომ რაღაცა ახალი წლისთვის მაგალითად გაიხსნება ერთი კვირით თქვა თან რაღაც ეგეთი ინფორმაციები საავტომობილით შენ ხოლმე გახსნა რელიგიურ დღესასწაულებზეც ცხენვალის რეგიონი ხო რა მინდოდა მეკითხა აი ამ ეთნიკური კუთხით დანაშაულების რაოდენობა ვთქვათ რამდენად მაღალია ან როგორ არის სტატისტიკურად პროცენტი აფხაზეთში ცხენვალის რეგიონში უფრო ახლა აფხაზეთში მაინც ეს ტურისტული რეგიონია მხრივ თქვა და ძალიან ხშირია დანაშაულის ამ ძარცვის ფაქტები, მკვლელობის ფაქტებიცაა და ბოლო პერიოდში სხვათა შორის მაგალითად 2025 წელი გამორჩეული წელი იყო იმით, რომ ძალიან ბევრი თურქეთის მოქალაქე დააკავეს აფხაზეთის ტერიტორიაზე. სქემა როგორია? სავარაუდოდ ესენ ლეგალურად შემოდიან საქართველოს ტერიტორიაზე და შემდეგ ენგურის საკონტროლო გამშვიდობ პუნქტის გვერდის სავლით, ამ მდინარე ენგურის გამოყენებით ისინი გადადიან აფხაზეთის ტერიტორიაზე თავს აფარებენ ასე ვთქვათ თურქულ მე უფრო რა კუთხით ვიკითხე იცი აი ეთნიკური კუთხით დანაშაული ვიკითხე რა აი ქართველებსა და აფხაზებს შორის ან რუსებს შორის ან რაღაცა იცი რა ეხლა იმ ცნობილი შემთხვევების გარდა როდესაც ქართველების კვლელობა რაღაც დემონსტრაციულად მოხდა ხო და ჩვენ ვიცით ხო 4-2 შემთხვევა ტატონაშვილის შემთხვევა არის კიდევ რამდენიმე შემთხვევა ესე ტრაგიკული ხო ეხლა სხვა კუთხით ეს მე ახლა არ მახსენდება ესე ყოველ შემთხვევაში ესეთი აქტუალური ეს თემა არ არის მაგრამ მოგინეთ ახლა ეს ადამიანები არიან ფაქტობრივად აპარტეიდის ქვეშ, მათ არანაირი უფლებები არ აქვს. ხო არა, მერეკით კარგია, რაც უფრო ნაკლები იქნება კონფლიქტები და შესაბამისად დანაშაულიც ამ კუთხით, ამ მიზეზით, მაგას ნიადაგზე ხდება ამ ადამიანების შევიწროება. ეხლა რა ვიცი, ალბათ ესეც დანაშაულია, ხო? ჩვენ ახლა სისხლის სამართლის კოდექსს მანამდე ნუ გავყვებთ ის კვლელობას და ქურდობაზე ხო ვსაუბრობთ, ხო? ამ კუთხით ძალიან მძიმე პირობებში იმყოფებიან. ალბათ იმაზე არის საუბარი, რომ ეთნიკური ნიშნით თვითონ მოსახლეობას შორის დაპირისპირება შეიძლება არ იყოს და ალბათ არ ვიცი ამაზე რა ინფორმაციაა, მაგრამ არსებობს რეჟიმის მხრიდან ეთნიკური ნიშნით და მათ შორის ახლა ბებია რის გამოც ჩასვეს და რამდენი ხანიც იჯდა და მერც მადლობა რომ სამწუხაროდ იმდენი ხანი იჯდა რამდენიც არ უნდა ყოფილიყო არანაირად, მაგრამ კიდე მეტი ცუდი მოლოდინიც არსებობდა და საბედნიეროდ ეგ ცუდი მოლოდინები აღარ გამართა. ეგ არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ ხდება ეთნიკური ნიშნით ქართველების
მასიურად და ესე ვთქვათ აბსოლუტური ხო, ნუ შევიწრო, ხო, დისკრიმინაცია ესეც ხო დანაშაულია, ადამიანებს ჩამოვთვალოთ და თქვენ შემისწორეთ რამეში თუ შევწდები. ქართულად საუბარი ფაქტობრივად, ნუ აკრძალულია, ასე ვთქვათ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ. გადაადგილებაც კი ხდება ახლა იმ გურზე, მაგრამ ეს არ არის ხო, მარტივი პროცესი არის ეს. მათ არა აქვთ ის შესაძლებლობები, რაც აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ მოქალაქეებს აქვთ და ესეც დიდი პრობლემაა. ასევე რა ხდება ეკლესიის შემთხვევაში? ჩვენ ეკლესიას იქ არავინ არ უშვებს, როგორც ჩემთვის ცნობილია. ჩვენს ისტორიულ ძეგლებთან წვდომა ჩვენ არ გვაქვს. წვდომა არ აქვს. მე არ ვიცი ახლა იქ გალში ამდენ 1000 ადამიანს წირვალოცვას ვინ უტარებს და სავარაუდოდ ქართულ ენაზე არ ხდება. თუ გაქვთ ამაზე ინფორმაცია, იმიტომ რომ მე არ მინდა მაყურებელი შეცდომა შევიყვანო, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ჩვენ იურისდიქციას, ჩვენი ეკლესია ვერ ახორციელებს ფიზიკურად. De facto არ სრულდება de jure აფხაზეთის ტერიტორია და ცხინვალის რეგიონი ითვლება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად, მაგრამ ნუ de facto ესე არ ხდება. მაგრამ თუ რელიგიური კუთხით წავალთ, აქ საინტერესო ფაქტი ისაა, რომ თავად რუსეთის ეკლესიაც ესე ღიად არ ცდილობს ამ ტერიტორიებს რელიგიური კუთხით მართვას, მაგრამ de facto მაინც რუსული ეკლესიის ჩარევები კი ბატონო არის. თუნდაც ილორზე და სხვა კულტურულ ძეგლებზე რო გადავიდეთ მათ შორის, ხო, ქართული კვალის წაშლაც ხშირად ხდება ხოლმე, ზოგჯერ შეიძლება ეს იყოს უბრალოდ რუსული ინტერესები, რომ ეს გადათეთრება, რაც მაგათ უკვე 200 წელია საქართველოში ახორციელებენ, ეხლა სადაც შეუძლიათ იქ აკეთებენ და მათ შორის ისტორიულ თვალსაზრისით ეგ ჭიდილი ხო არსებობს რა, მათ შორის ქართული კვალის წაშლის ცვლილება არსებობს. რუსეთის მხრიდან, რასაც რა თქმა უნდა ადგილზე იქ აბსუა ისტორიკოსები უჭერენ მხარს და რაღაცა ისეთი ისტორიის შექმნა, რომელიც ამბობს, რომ თითქოს აქ ქართველები არ იყვნენ, რაც ნუ ცოტა ხანი არ არის გასული, ცოტა ხანია გასული უკაცრავად მას შემდეგ, რაც ახალი აღმოჩენა გაკეთდა აფხაზეთში, სადაც მე-19 საუკუნის თუ ორსები ტაძარზე კიდევ ერთი ქართული წარწერა აღმოჩნდა, ნუ ასეთი აუარებელი გვაქვს ახლა და ნუ ბაგრატ მეფე ბედიაში არის დაკრძალული. ხო, თუმცა ეხლა თავად ცხინვალის რეგიონშიც და აფხაზეთშიც ისინი რა თქმა უნდა ცდილობენ ისტორიის გადაწერას, ხო? ეხლა არ ვარ მე ისტორიკოსი, რაც არქეოლოგია არ შემიძლია რაღაც ამ კუთხით საუბარი, მაგრამ ის ძეგლები, რომლებიც ჩვენ ვიცით, რომ ქართულია, ბუნებრივია მათი მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია, ის ქართული კვალი წაშალან, ხო? რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ არა, გასაკვირი არა, უბრალოდ ხალხმა უნდა იცოდეს, იმიტომ რომ აკეთებენ უბრალოდ ამას როგორც მეტი ყურადღება ჭირდება, ცოტა ამაზე ხმამაღლა საუბარი და დღეს ეხლა უამრავი საშუალებაა, ხო? რო რაღაცნაირად ინფორმაცია მოიპო რეალურად რა მდგომარეობაში ეძეგლები. თან ძალიან ბევრი ვიდეო მასალის მოპოვება შეიძლება, თან დაფარულიც არ არის ესა. ასე ძალიან ბევრი დასმის გაკეთება სრულიად შემთხვევით. დღეს უამრავი ადამიანი იღებს ვიდეოებს და ძებს სოციალურ მედიაში და ამ სოციალურ მედიაში გასული შემთხვევი ვიდეოებით შეიძლება დასმების გაკეთება. ერთი კომიკური ფაქტი მახსენდება რამდენიმე წლის წინ. თქვენ თუ გახსოვთ, არ ვიცი, ერთ-ერთი ეთნიკურად ოსი ადგილობრივი ტყეში მიდიოდა, აღმოაჩინა ძველი ნანგრევები, აღმოაჩინა ამ ნანგრევებზე წარწერები და სიხარულით Facebook-ზე თუ ვარსდები დადო ვიდეო, რომ აი ნახეთ ხალხო, რაღაცა ძველი აღმოაჩინე და აქ საერთოდ არ არის ქართველების კვალი, რაღაც წარწერებს ვუყურებ და ეს საერთოდ არ არის ქართული წარწერები, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამ ადამიანმა არ იცოდა, რომ ჩვენ გვაქვს სამი სხვადასხვა დამწერლობა და იქ არ იყო წარწერები მხედრულად, არამედ შესრულებული იყო ასომთავრულით და ეგ საკმაოდ ისეთი მომენტი იყო რა. თვითონაც რა თქმა უნდა არ იციან, ახლა დარწმუნებული ვარ ბევრ ადამიანს და უმრავლესობას ის ნარატივი, რომელსაც აწვდიან, რა თქმა უნდა გაცნობი გაზიარებული აქვს უბრალოდ და არა გაცნობი. ეს უკვე წლების პრაქტიკაა და შესაბამისად ახლა ათეული წელი რო გადის უკვე და ერთი და იგივე ნარატივს კი მეორებენ და პროპაგანდა მუშაობს კიდე თუ არა. რელიგიური კუთხით დავასრულებდი ამას, მე მგონი საინტერესოა ხო რუსული ჩარევის კუთხით, რელიგიური ჩარევის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად რუსული ეკლესიის მხრიდან არ ხდება ამ ტერიტორიების აღიარება, de facto ჩვენ გვაქვს ფაქტები იმისა, როგორ ხდება რუსეთის მიერ ამ რეგიონების კონტროლი. საინტერესოა რომ თავად ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში მართლმადიდებლურ ეკლესიათლათ ესე ძლიერი როლი არ აქვს. აი თავად ცხინვალის რეგიონში ორი სხვადასხვა ეკლესიაა მართლმადიდებლური, ერთი არის რომელიც არც ერთი ავტოკეფალური ეკლესიის დაქვემდებარებაში არ იმყოფება, ერთ-ერთი ბერძნული ეკლესიის ასე ვთქვათ გავლენის ქვეშა, ბალანის ეპარქია ეგრეთ წოდებული და მეორე არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის ქვეშ ყოფი რამდენიმე ეკლესია მოქმედი, რომელიც ცხინვალში აშენდა და იქ წირავენ ასე ვთქვათ რელიგიურ მსახურებას აღალენ მღვდლები, რომლებიც რუსეთის ეკლესიის მიერ არიან ხელდასმულები. და ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს ალანისა და ვლადიკავკაზის ეპარქია, რომელიც
ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე, ასე ვთქვათ, რეგიონია. რაც შეეხება აფხაზეთის შემთხვევას, აფხაზეთშიც იქ ადიღეს ეპარქია აქტიურებს და მათი, ასე ვთქვათ, წინამძღოლი, რომელიც გარკვეულწილად იქ შეხვედრებს ატარებს აფხაზეთის სასულიერო პირების წარმომადგენლებთან და რაღაცნაირად ცდილობს, რომ რელიგიური მფარველობა გაუწიოს, ასე და ეს სულიერი საზდო მიცეს აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფ ხალხს. მაგრამ აფხაზეთს უნდა აღვნიშნოთ, რომ თვალთ რელიგიური კუთხითაც არ არის შვედი ვითარება, იმიტომ რომ იქაც ორი განსხვავებული, ეგრეთ წოდებული მართლმადიდებლური ეკლესია, თავად აფხაზური, რომელიც არავის მიერ არ არის, რა თქმა უნდა, აღიარებული, მათ შორის რუსების მიერც არ არის აღიარებული, მაგრამ პატრიარქი კირილი, რუსეთის პატრიარქი ხვდება ამ ერთ-ერთი აფხაზური ეკლესიის წარმომადგენელს. და მათ შორის პატრიარქისადმი მიმართვაში ისინი არ იხსენიებენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს თავისი სრული სახელწოდებით, რაც მოიცავს მათ შორის ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტობას. ხო, ეს დემონსტრაციულად ხდება, ამას აკეთებენ. იყო შემოთავაზება რუსეთისგან, მე როგორც რაღაც ადრე მომისმენია, რომ აი სანამ ქართული ეკლესია ვერ ახორციელებს, ასე ვთქვათ, საკუთარ იურისდიქციას ამ მის კანონიკურ ტერიტორიაზე, მაგრამ დროებით ჩვენ შეგვიძლია სულიერი საზდო მივცეთ იქ ცხოვრებ მართლმადიდებლებს, ესე ამბობენ. რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის მხრიდან ამაზე თანხმობა ვერ იქნებოდა ვერანაირად და რუსებიც ამას ოფიციალურად არ აკეთებენ, მაგრამ ნახევრად ოფიციალურად მაინც გეცდება, იმიტომ რომ ცხინვალში ვიცით, რომ ღვდელია, რომელიც არის სხვათა შორის დეპუტატიც იყო, ასე ვთქვათ, ბოევიკიც იყო, რომელიც ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა, დღეს სასულიერო კარიერას ეწევა ეს ღვდელი და ცხინვალს შეუძლია წირავს, ოღონდ რუსული ეკლესიის ღვდელია და არა იქ ადგილობრივი არაღიარებული ეკლესიის ფრესმის. რუსული ეკლესიის მიერ არის ის გადასმული. დე იურე რა სიტუაციაც იყო 2008 წლის ომამდე პოლიტიკურად, იგივე სიტუაციაა, ეხლა დე ფაქტო თვითონ არიან ამ ყველაფრის გამოკონტროლებლები, უბრალოდ დე იურე არ აღიარებენ ახან. ცოტა ხო, რელიგია ცოტა სხვანაირი წესები და კანონებია, როგორც ჩანს იქ რაღაცა წლები ჭირდება. ხო, პოლიტიკაში უფრო სწრაფად ხდება ხოლმე რაღაცები, იგივე აღიარება, რაღაცა ეკლესიაში და რელიგიური კუთხით აღიარებას რაღაც აცრეულები და ზოგიერთი რა ვიცი საუკუნეები ჭირდება. ასე რომ რუსეთის რელიგიური რაღაცნაირად საცეცები უკვე ოკუპირებულ რეგიონებში ნამდვილად არის, მაგრამ ამას ჯერ თქვათ ესეთი ოფიციალური სახე არ აქვს, მაგრამ ნახევრად ოფიციალური შემთხვევები ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ამისა და ეს კონკრეტული ფაქტები ახლა ჩვენ ბევრი რაღაც შეიძლება არ ვიცოდეთ ხო ჩვენ თვითონაც ახლა რაც ვიცი და რასაც ვკითხულობ და ღია წყაროებიდან ვიღებთ ინფორმაციები ეს არის სამი შესახებ ასე რომ ამ კუთხით რაც ვთქვათ ძალიან საინტერესო პროცესები მიდის. წეგანაც აღნიშნე რომ თუნდაც ახალგორის სიტუაციაში ძირითადი მიმოსვლა რასაც უკავშირდებოდა იყო ეკონომიკური მხარე რომ ამ კუთხით ძალიან ბევრი გადადიოდა, გადმოდიოდა და მე ეს საბუთების საკითხი თუნდაც მე ეს დროის შეზღუდვის საკითხი გადასვლა მიმოსვლასთან დაკავშირებით შესაბამისად შეაფერხა ეს თუნდაც ეკონომიკური კუთხით მიმოსვლა, რამაც კიდევ ერთხელ შეასუსტა ქართველების იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა და თუნდაც რაღაც პერიოდით გაჩერება, ხო დაყოვნებან, რამაც კიდევ უფრო გაწყვიტა მე ეს კავშირი, ხო, იმიტომ რომ რეალურად ამ ადამიანების უმეტესობა საბოლოოდ გადმოვიდა და საქართველოს ტერიტორიაზე დარჩა, იქ არ გაჩერებულა და შესაბამისად წყვეტაც მოხდა, შესაბამისად ისიც მოხდა, რომ რეალურად არათუ საცხოვრებლად ჩერდება, კი, ანუ რეალურად ქართველი უკვე რაც შეიძლება ნაკლები შედის, გამოდის, მოძრაობს ზოგადად და ანუ ფიქსირდება ზოგადად ტერიტორიაზე, რაც მე ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ნუ ეს ყველაფერი როგორ შეიძლება პრაქტიკაში აისახოს. და აი ეკონომიკური კუთხით რო შევხედოთ ამ ტერიტორიებზე ძირითადად აი როგორ მუშაობს ეკონომიკა. ალბათ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს შორის რაღაც განსხვავებები არის ამ კუთხით, მასშტაბების კუთხით უპირველეს ყოვლისა, ნუ მოსახლეობის რაოდენობაც უფრო მცირეა ცხინვალის რეგიონში ვიდრე აფხაზეთში. და ცხინვალის რეგიონს რაც განასხვავებს აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონი ჩაკეტილი რეგიონი, რომელსაც ერთადერთი, ასე ვთქვათ, კავშირი, ესე დღია კავშირი აქვს მხოლოდ რუსეთთან. მაგრამ ბექამ სწორად აღნიშნა და ამას აუცილებლად უნდა გავუსვათ ვადობა, იმიტომ რომ იქ ცხოვრები ეთნიკური ქართველები რაღაცნაირად ცხინვალის რეგიონის ეკონომიკას, ნუ აცოცხლებდნენ შეიძლება ცოტა ხმამაღალ ნათქვამი, მაგრამ ელემენტარულ საყოფაცხოვრო ნივთებს, ბოსტნეულს, ის რაც ბაზარში იყიდება, აგრობაზარში იყიდება, პროდუქციას აგრობაზრებისთვის უზრუნველყოფდა. ეხლა წამიკითხია მაგალითად ღია წყაროებში, ოსურ ღია წყაროებში ინფორმაცია, რომ აი ცხინვალის ბაზარში ქართული მსხალი და ხორცი იყიდება. და ბოსტნეული შემოდისო რა. რას ნიშნავს? ამას ნეგატიური არა ხო, ნაირადო შემოდიოდეს, არა, იმ კუთხით ამბობთ, ხო, ეს უფრო ნეგატიურით იყო იმ კუთხით, რა ჩვენ არ შეგვიძლია რაღაცნაირად ვაწარმოეთ ესა.
ჩვენ იყო საქართველოს მხრიდან, ან რუსეთიდან უფრო ძვირი შემოდის, საქართველოს მხრიდან უფრო იაფად შემოდის ესა. ამას შორის ეთნიკური ქართველები რომელიც ახალგორში ცხოვრობდნენ, მაგრამ თუ გავითვალეთ იმით, რომ დღეს გართულებულია ცხინვალის რეგიონში შესვლა, იმიტომ რომ რაღაც თვის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე დღით შეიძლება შეცვლა. ბევრი ახალგაზრდა უკვე აღარ ცხოვრობს, შედარებით ასაკოვანი ადამიანები შეიძლება გადადიან, გადმოდიან, მაგრამ მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ უფრო ასე ვთქვათ, უფრო მეტი ტვირთის იქ შეტანა. ეს გარკვეული შეიძლება კორუფციასთანაც იყოს დაკავშირებული. ეს უკვე ნაკლებად ხდება. რაც რა თქმა უნდა ადამიანურ კონტაქტებსაც ამცირებს. როცა ეს იყო ეს რაღაცა ადამიანური კონტაქტი სამკუთხედი მეტი იყო და რაღაცა პოზიტიური იყო, იმიტომ რომ ამ უამრავი პრობლემის შემდეგ რომელიც ამ ქართულ-ბოშურმა ურთიერთობამ განიცადა, ეს რაღაცა ეკონომიკა ყოველთვის პოზიტივს ქმნის, რაც არ უნდა დაპირისპირებინა, მტრულად უნდა იყვნენ ერთმანეთში ადამიანები განწყობილი. დღეს ახლა ეს ქართული პროდუქტების შეტანა გართულებულია, ну ხდება მაინც იმიტომ რომ რაღაც რაოდენობის ადამიანი მაინც შედის და გამოდის ყოველი თვის ბოლო 10 რიცხვში რელიგიურ დღესასწაულებს, მაგრამ ეს რაღაცა ძალიან მცირე ეს ყოველდღიური რუტინა არ არის ეს არის რაღაცა გამონაკლისების საქმე ხა დანარჩენი ხა ცხინვალის რეგიონის ეკონომიკა ხა იქ ფაქტურად საწარმოები არ არის ის ეკონომიკა იქ რეალურად არ არსებობს ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით მათი ბიუჯეტის ნუ მათ აქვთ ხა ბიუჯეტი კი დე ფაქტო რესპუბლიკა დაოკუპირებულია რუსეთის მიერ მაგრამ ის პატარა სახელმწიფოს მოდელი მაინც სულ დოტაციაზე აი აფხაზეთიდან განსხვავებით ცხინვალის რეგიონში თუ 2025 წლის ბიუჯეტი იყო 8 მილიარდი რუბლი. მათი სადაც 90% არის დოტაციაზე. ეხლა იქ არ არის ესეთი მომგებიანი საწარმოები. არის მაგალითად ეგეთი საწარმო BTK 4, რომელიც სამკერვალო საწარმო, რომელიც ეთნიკურად ოსი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის გახსნილია. ეს გარკვეულად შეიძლება რაღაცა პატრიოტული მოტივებითაც არის გაკეთებული, მაგრამ ამავდროულად იქ ნაწარმოები რაღაც პროდუქცია გადის რუსეთში, რუსული ბაზარი მარაგდება, იმიტომ შედარებით ასე ვთქვათ, ცხინვალის რეგიონში მუშახელი შეიძლება უფრო იაფი იყოს. არის ესეთი ბაღი, მაგალითად სამხრეთის ბაღები ქვია, იუჟნის სად, სადაც ვაშლისის მოყავთ სოფელ ხეთაგუროვოში. ან ეხლა ბოლო წლებში რასაც ქვია, მუდმივად ამას ჩუქნის ან ბაღებს, ან ძალოვანი სტრუქტურის წარმოადგენს, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ოსეთის პარლამენტის წევრის ის არის. სხვა პატარ-პატარა ისინი არის საწარმოები, მაგრამ ეხლა იქ დასაქმების ხარისხი და მათი ბიუჯეტში გადახდის მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, საკმაოდ მოგზალებულია. ეხლა ადამიანები ძირითადად საჯარო სექტორში არიან დასაქმებული, საჯარო სექტორი საკმაოდ სარფიანი საქმე, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ისინი ადგილობრივ ხელფასს იღებენ, ბევრი მათგანი იღებს რუსულ ხელფასაც. ხო, იგივე ითქვის პენსიების შემთხვევაში, თუ არის ადგილობრივი პენსია, ასევე არის რუსული პენსიებიც. დაახლოებით რა ნაწილი არის თუნდაც ცხინვალის რეგიონში პარალელურად რუსეთის ფედერაციის მოქალაქე? თუ ვიცით. აი ეს ზუსტი მონაცემები არ მაქვს, ვერ გეტყვით, მაგრამ მაგალითად პენსიონერი სადღაც არის 6000-მდე და მათ შორის 2000-მდე, 2500-მდე როგორც ამბობენ, რუსულ პენსიასაც იღებს. მაგრამ მოქალაქეების უმრავლესობას იქ ცხოვრები ადამიანების აქვს ასევე რუსეთის პასპორტი, აბსოლუტურ უმრავლესობას. რა ვიცი, ალბათ ან ძალიან ზარმაცი უნდა იყოს, ან რაღაცა ახალგორის შემთხვევაში მაგალითად იყო, რომ ანუ ნებოსურვილის მე რო გამომეთქვა მაგალითად სურვილი და რაღაც დამეტოვებინა ქართული პირადობა თუ პასპორტი და რაღაც მაგრამ ქართული უნდა დამეტოვებინა. მაშინ მიიღე შეგეძლო. ხო, ანუ და არის შემთხვევები მეგონი გააკეთეს, იმიტომ რომ რუსული პენსია უფრო დაწუნებული გააკეთებდნენ ვიღაცები და მით უმეტეს იმ რეგიონშიც თუ იყო თავის დროზე ახლა ადამიანებს რო გადაწყვეტილი რომ იქ ცხოვრობენ და არ მოდიან და რაღაც ხო ანუ და მით უმეტეს თუ ქართველი არ არის და ქართველების რომ მცირეა. თან ჩვენ ახლა ზუსტი მონაცემები რაოდენობა არ ვიცით მაინც ცხინვალის რეგიონში რამდენი ჩვენ ახლა ოფიციალური ეგრეთ წოდებული ოფიციალური მონაცემები ვიცით ასე რომ ზუსტად ვერ ვიტყვით მაგრამ მათი უმრავლესობა აბსოლუტურად ყველას აქვს რუსეთის მოქალაქეობა. შესაბამისად, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ ახლა 35000 კაცი ცხოვრობს, ახლა რუსეთისთვის რა 35000 კაცი. მაგრამ პრობლემა რა გეტყვით ახლა ამასთან დაკავშირებით ცხინვალის რეგიონში ადამიანები 2-3 საჯარო სტრუქტურაში იყვნენ დასაქმებული. ანუ პირობითად მუშაობდა იქ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, რაღაც სამინისტროში და კიდევ რაღაცა ორგანიზაციაში, რომელიც აი ბაღში ძალიან დიდი ღვაწლი ჰქონია. ლოჯისტიკის სფეროში. ხო, ანუ სამხელფასი იღებდა. ეს ჩატარდა რუსეთისგან აუდიტი, გამოავლინეს ეგრეთ ეს დუბლირება ხდებოდა, ამის ერთ და იგივე ადამიანი რამდენიმე ადგილას ახერხებდა მუშაობას და ეს მოითხოვეს მისგან ამ ფულის დაბრუნება სხვათა შორის და ეხლა ეს ცხინვალის რეგიონი დასაბრუნებელი აქვს, მაგრამ ეს ფული საიდან დაბრუნდება ახლა, ხო? ისევ რუსეთისგან. ხო, ანუ ძალიან რთულია ახლა ეს
ბოთქოვო იქ უბრალოდ ეს კორუფცია სერიოზული მაგის გამო რაღაც პოლიტიკური ხო ანუ ეს პოლიტიკური ზეწოლა იქნება და რაღაცის დათმობა ნუ არ ვიცი ეხა ცხინვალის რეგიონი მანდამაიც ხო აფხაზებისგან განსხვავებით ცხინვალის რეგიონში მანდამაიც ეხა დათმობის პრობლემა არ არის ანუ ასე რომ ესეთი ვითარებაა ცხინვალის რეგიონში იქ სხვა მხრივ ეხა ეკონომიკა არის როგორც გითხრათ მთლიანი ბიუჯეტი რუსებზეა და ნუ ასე უნდა აღნიშნოთ რომ რუსეთს აქვს სამწლიანი საინვესტიციო პროექტები ეხლა არის 2022-სა და 2025 წლის საინვესტიციო პროექტი ორივე რეგიონშია და თითო რეგიონში 3.5 მილიარდ რუბლს გაცემს ამ პროგრამით. ეს რა ამ პროგრამის საშუალებით ხდება სკოლების, ბაღების, გზების, საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, აი ფანტანის მშენებლობა, თუმცა ცხინვალში თეატრალურ მოედანზე. ხო, ინფრასტრუქტურული შეიძლება ამბულატორიის მშენებლობა, აშენდა მაგალითად საზაფხულო ბანაკი, რომელიც ვერ გაიხსნა სხვათა შორის, სავარაუდოდ იქ ფული შეიჭამა, იმიტომ რომ ნუ იცით რომ ხალ რუსეთი კორუფციით გამოირჩევა და ბუნებრივი აქაც ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთშიც ეს ფულის არშეული ძალიან კარგი მეთოდია და ამას რუსული სამართალმცავი ორგანოები და აუდიტის სამსახური ავლენს ხოლმე ამ დანაშაულობის სქემებს და მუდმივად ხდება ამის ისა მოთხოვნა ამის საჯარო დაფიქსირება შეიძლება არ ხდება მაგრამ იწერება ამის შესახებ შემდეგ იმიტომ რომ აი დე-ფაქტო ლიდერებით უკმაყოფილება როცა გამოიქმნა რუსეთში რომ ამის გამოა იმიტომ რომ კორუფციის საკმაოდ მაღალი აფხაზეთის ნაწილზეც რო გადავიდეთ აფხაზეთი სულად განსხვავებული ისაა შემთხვევით მიუხედავად იმისა რომ ისინი რუსეთისგან დოტაციაზე არიან თუმცა მათი ბიუჯეტი სადაც 50%-ია დამოკიდებული რუსეთზე და დანარჩენი 50% საკუთარი შემოსავლები და სადაც აქ 14 მილიარდი რუბლია უხეშად რო ვთქვათ აფხაზეთის ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ბიუჯეტი. მაგრამ ეხა 50% ვამბობთ რომ არის საკუთარი შემოსავალი, ხო, მაგრამ ეხა ეკონომიკური ურთიერთობა ვის აქვს, ვისთან აქვს აფხაზეთთან, ხო? რუსეთი ისევ შემოსავლის წყაროა რუსეთი. ეხლა საიდან არის ეს შემოსავლის წყარო? ტურიზმიდან საკმაოდ დიდი შემოსავლის წყარო, იმიტომ რომ ეხლა თავად აფხაზური ეგრეთ წოდებული ოფიციალური ორგანოების მონაცემებით აფხაზეთს სადღაც ყოველწლიურად 1.5 მილიონიდან 1.5 ტურისტი ძირითადად რუსეთიდან სტუმრობს. რაც არ არის პატარა ციფრი იმ ტერიტორიისთვის, რა ტერიტორიასაც მოიცავს აფხაზეთი და თუ შევადარებთ ჩვენთან ტურისტულ ნაკადს მათ შორის, იმიტომ რომ ჩვენ მაინც უფრო დიდი თან არ დაგავდა ძირითადად აქ სოხუმსა და სოხუმის ჩრდილოეთით ხდება ტურისტების ჩამოსვლა. ნაკლებად პოპულარია გალი ოჩამჩირე, ტყვარჩელი, ბუნებრივია. ოჩამჩირეში ეხლა დაიწყო ბოლოს სოფელ ტამიში მაგალითად საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩაიდო, იმიტომ რომ ყოფილი პრეზიდენტი, დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლამჟანი ამ სოფლიდან იყო და როგორც ჩანს იქ რაღაცნაირად მისი ინტერესებიც იკვეთება, გაიხსნა დიდი ტურისტული კომპლექსი და იქაც დაიწყებენ სიარულს უფრო, მაგრამ ძირითადად მაინც აფხაზეთის ზედა ნაწილში, რუსეთის საზღვართან რომელიც ახლა იქ ჩადის ძალიან ბევრი ტურისტი, მათ შორის ბევრი ერთდღიანი ტურისტია და ორი ტურისტული ადგილი, ერთ-ერთია ათონის მღვიმე და მეორეა რიწის პარკი, რიწის ტბა, ასევე არის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილები. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან რუსი საბჭოთა პოლიტიკური ბელადების საყვარელი ადგილი იყო და მათ შორის ამ ერთ-ერთ აგარაკზე მაგალითად ხრუშოვმა გაიგო იმის შესახებ, რომ ის გადაყენებული იყო თანამდებობიდან და ისე წავჩავიდა მოსკოვში, რომ სწორედ მას აფხაზეთის ტერიტორიაზე უთხრეს ეს მისთვის არასასიამოვნო ინფორმაცია. ნუ სტალინსაც უყვარდა იქ ჩასვლა და ძალიან ბევრ პარტიულ ლიდერს იქ უყვარდა დასვენება, განსაკუთრებით ბიჭვინის მიდამოებში და რიწის ტბის მიდამოებში. ასე რომ ტურიზმი არის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო, ტურიზმი რას ნიშნავს? სასტუმროები მუშაობს, კაფეები მუშაობს, რესტორნები მუშაობს, პლუს ამის აუცილებლად უნდა ვთქვათ, სოფლის მეურნეობა, ნუ აფხაზეთი ისეთი საკმაოდ მადლიანი მიწა ამ კუთხით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აგროპროდუქტი მოდის, პირველ რიგში ეს არის ციტრუსები შეგვიძლია ვთქვათ და მოდის თხილი, რომელიც გალის რაიონში მოდის დიდი რაოდენობით. თამბაქოც მოდიოდა და ახლა არ ვიცი ამ. ხო, თამბაქო უფრო საბჭოთა პერიოდში იყო, ეს რომ საბჭოთა კავშირი როცა შეიქმნა, მაშინ ერთ-ერთ მოწინავ. დღეს ახლა ეს მთლად ახლა ესეთი დიდი ბიზნესი ეს ვერ არის, თუმცა დღესაც აკეთებენ. მასე მარწყვიც მოყავთ, არის მაგალითად მარწყვიც იყიდება აფხაზური მარწყვიც. ახლა ძალიან დეტალია შეიძლება, მაგრამ მაგალითად 8 მარტისთვის ქალთა საერთაშორისო დღეს აფხაზური მიმოზები იყიდება რუსეთის ტერიტორიაზე და შაშად როდესაც ზეწოლა უნდათ აფხაზებზე, იმიტომ რომ იქ არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები იყო. აი 8 მარტამდე მიმოზების გადატანა ფსოუსაზღვარ, ეგრეთ წოდებული საზღვარზე შეზღუდეს. თქვით ხო ახლა მასშტაბის, როცა ზეწოლა უნდათ რუსეთმა გააკეთა, რაზე შეუძლია მას შეუძლია და ხო მიმოზაზე შეუძლია გააკეთა. ეს აპრობირებული პრაქტიკა აფხაზეთის შემთხვევაში ადრე 2000
11 წელს თუ არ ვწდები, არა 2005 წელს უпроსტად, როდესაც ვლადისლავ არზიმას შემდეგ ახალი დე-ფაქტო პრეზიდენტი არის სერგეი ბაღაპს არჩევა არ უნდა რუსეთს და მასზე ზეწოლისთვის ციტრუსების ექსპორტი შეზღუდეს, ასე ვთქვათ. ეს არის სოფლის მეურნეობაში და ეხლა არ მახსოვს, ხურმაც იყიდება. ესა და სხვა ესეთი გავს პროდუქტები, მაგრამ საინტერესო მაგალითად რაღაც პერიოდში ქვანახშირიც გადიოდა ტყვარჩელიდან. ეხლა არ ვიცი მუშაობს თუ არა ტყვარჩელის საბადოები, მაგრამ რაღაც პერიოდში ტყვარჩელიდან გადიოდა, იმიტომ რომ ოჩამჩილის პორტის სატელიტურ სურათებს ჩვენ თუ შევხედავთ, პორტის ერთ-ერთი პლატფორმა დაბინძურებული შავი ფერითაა, რაც ნიშნავს, რომ ეს არის ქვანახშირით დამიზურებული მთლიანად. საინტერესო ის არის, თავად აფხაზებიც მიუთითებენ, რომ სატრანსპორტო გადაზიდვებში ყველაზე დიდი წონა აქვს ქვანახშირს. მაგრამ ეს შეიძლება არა მარტო აფხაზური, ამით რუსული ან დონბასური ქვანახშირიც იყო, იმიტომ რომ ადრე იყო ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომ აფხაზეთიდან გადიოდა დონბასის ქვანახშირი. აი ოკუპირებული დონბასი და ლუჰანის რეგიონიდან. თან ახლა ცხინვალის რეგიონისგან გარდა აფხაზეთ ზღვაზე აქვს გასასვლელი, ეს იძლევა ერთგვარ საშუალებას, რომ გემებით მოხდეს რაღაც ნივთების ტრანსპორტირება, რომლის წარმოავლობას და თუ კონკრეტულად რა ნივთებია ჩვენ ვერ დავადგენთ. სანამ თქვათ აი ამ ტურიზმს ბოლომდე გავსწრებთ, წეგან ვახსენეთ სარესტორნო და სასტუმროების ბიზნესები და ასე შემდეგ და ჩვენ ვიცით რომ აფხაზებს განსაკუთრებით კარგად აქვთ ამ კუთხით დალაგებული თუნდაც საკუთარი მიწების გასხვისების ამბავი. რა ნუ ჩვენგან განსხვავებით ასე რომ ვთქვათ, ძალიან უფრთხილდებიან და ესე უცხოელებზე არ ყიდიან და ასე შემდეგ. ძირითადად ეს ინვესტიციები ვთქვათ აი ამ კუთხით, საიდან მოდის, ვინ არიან ვთქვათ მფლობელები ძირითად შემთხვევებში და აი ამაზე რა ინფორმაცია გვაქვს? ხო, ну რა გარკვეული ინფორმაცია ამაზე რა თქმა უნდა არის, სწორად თქვი ვექა რომ აფხაზებს ასე თუ ეგრეთ წოდებული კანონებით გძალავენ იმას რომ მოხდეს მათი მიწის გასხვისება, თუმცა რა თქმა უნდა გვერდისავლის გზები არის. შეიძლება ადგილობრივ მოსახლეზე გააფორმო რაღაცა შენობა მიწას და რეალურად იქ რაღაც იმის უკან რუსი ბიზნესმენი იყო. თუმცა ეს ძალიან პრობლემულია, იმიტომ რომ აფხაზეთზე ძალიან ხშირია შემთხვევა თაღლითობის, როდესაც რუსეთის მოქალაქე დებს, ვთქვათ, ეთნიკურად არ აფხაზი, ეთნიკურად რუსი, ან სხვა ეროვნების რაღაც ინვესტიციას გაფორმებული აქვს დოკუმენტების სხვაზე და საბოლოო ჯამში ხდება ჟარგონზე რო ვთქვათ მისი გადაგდება. და ამაზე იქ აფხაზეთში მივლინი რუსეთის ეგრეთ წოდებული ელჩები სხვათა შორის პერიოდულად ლაპარაკობენ ამ პრობლემებზე, თაღლითობის სქემებზე, რომელიც აფხაზეთში ამასთან დაკავშირებით არსებობს. ახლა აფხაზებს აქვთ სასტუმროები, ახლა ფულის საიდან ხო ბევრი მათგანი რაღაც რუსეთში აკეთებს ბიზნესს, ზოგი თავად აფხაზეთში აქვთ შემოსავლი წყარო, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, რომ რაღაც ბიზნეს პარტნიორობის შედეგად რაღაცა სასტუმროები, კაფეები და რესტორნები გახსნას, მაგრამ რა თქმა უნდა არიან იქ ეთნიკური რუსებიც, რომელიც გარკვეულ ბიზნესებს ფლობენ, ხო? ახლა აგერთა კრასნოდარში ძალიან ცნობილი გუბერნატორი ალექსანდრ კაჩევი იყო ესეთ, რომ წლების განმავლობაში კრასნოდარში იყო გუბერნატორი, შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო ეს კაცი. აი აფხაზეთში ბიჭვინთის მიდამოებში საკმაოდ დიდ ჰექტრობით ტერიტორიას ფლობს. და ის აპირებს საკმაოდ დიდი მოსკვა რეზორტ, ესე ქვია იმ პროექტს, რომელსაც ის აპირებს, რომ ამისგან ბიზნესი გააგრძელოს. ეხლა ეს რა რისკებს წარმოქმნის აფხაზებისთვის, ხო? აქვე აღნიშნოთ, რომ ლუკაშენკოც ფლობს მიწის ნაკვეთს აფხაზეთში. ხო, იცი რა, ეს დაიწერა და ის იყო შეიძლება რაღაცა დოკუმენტურად ესია, მაგრამ რაღაცა იმას არ გაცდენინა ეს ამბავი. ამის შემდეგ პირადად მე არ მსმენია, რომ იქ რაიმე გაეკეთებინოს ლუკაშენკოს. ნუ ხო, მათ შორის შეიძლება პოლიტიკური შეტყობინება იყო, თუმცა იქ ჩასვლაც თავისთავად პოლიტიკური შეტყობინება იყო. აი, მაგ შეგვიძლია მე აი ეს თემა შეგვიძლია მოვრჩეთ და რაღაც ეს ბელარუსის თემა გავშალოთ, ამ ხრივ ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი პოლიტიკური გზავნილების კუთხით. ასე რომ ხა აფხაზებს რისი ეშინიათ, რომ თუ ისინი უძრავ ქონებას გაასხვისებენ, მიწას გაასხვისებენ. როგორც ვთქვით, ახლა მათი ოფიციალურად 126,000 რაოდენობა, ხო? სულ მოსახლეობა არის 255,000, მაგრამ სხვათა შორის მოკლედ ჩათვლას გავიგეთ, თავად აფხაზების განსხვავებით, აფხაზეთში ალბათ 180,000-ზე მეტი კაცი არ წვას, მაქსიმუმ 200,000. აი თვითონ რასაც ამბობენ, ადგილობრივი ვეტერანის, პოლიტიკის ვეტერანის სერგეი შამბას განცხადებაა, რომ შეიძლება აფხაზები სადღაც იყვნენ 100,000 და მოსახლეობა სადაც 180-200,000 სულ. აი მას აქვს ინტერვიუში 1-2 წლის უკან აღდგენილი. მაგრამ რამდენი ჟურნალისტისგან გამიგია, რომ მათი რაოდენობა 100,000. ანუ როცა აფხაზების რაოდენობაზე ლაპარაკობენ, სადაც 100,000-ზე ლაპარაკობენ ისინი. რომ შესაძლოა ამდენი იყოს, ანუ ზუსტ ვერ ამბობენ. შესაბამისად, წარმოიდგინეთ ახლა აფხაზეთის ტერიტორიაზე არის 100,000 ეთნიკურად აფხაზი, რომ შემოსავლის წყაროა ის აფხაზური მიწა, ის ტურისტული სეზონი, სასტუმრო, კაფე, რესტორანი. ეხლა ამ კონტექსტში საინტერესო იყო, რომ შარშან პოლიტიკური კრიზისი აფხაზეთი იმან გამოიწვია, რუსეთი აიძულებდა აფხაზეთს მიიღო საინვესტიციო შეთანხმება. ეს საინვესტიციო შეთანხმება რას თვალისწინებდა? აფხაზ ბიზნესმენებს აძლევდა ძალიან ბევრ შეღავაც აფხაზეთში ბიზნესის საკეთებად.
აფხაზ თუ რუს? რუს უკვე ბოდიში, რუსეთის მოქალაქეს უფრო სწორად, რუსეთის მოქალაქეს უფრო კორექტული იქნება ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ამას აქვს რაღაც მნიშვნელობა. და რუსეთის მოქალაქე შეეძლო უძრავი ქონების აშენება, ფულის ჩადება, რამდენიმე მილიარდი რუბლი ჩადება, ის რომ რაღაცა გადასახადები არ გადაეხადა, დეგეგი არ გადაეხადა, ქონების გადასახადი არ გადაეხადა, ძალიან ბევრი პრივილეგია ჰქონდა. ეხლა აფხაზეთის შიშები რა იყო? აფხაზები პირველი ამბობდნენ, რომ რუსეთის მოქალაქეს თუ მივეცეთ ამის საშუალება, რუსეთის მოქალაქე ხო შეიძლება იყოს ეთნიკურად ქართველი? კი, ბიზინა ივანიშვილიც იყო დიახ, ერთ-ერთი დებატების დროს მათ ივანიშვილის სახელი ახსენეს, პირდაპირ დაუსვეს ერთ-ერთი დეპუტატის კითხვა. უშვებთ თუ არა იმის რომ მაგალითად შეიძლება იყოს ივანიშვილი და იყიდოს ესა. მან უთხრა კი, ეს შეიძლება, ამ კანონს თუ მივიღებთ, ეს თეორიულად დასაშვებია. მაგრამ თავი დავარებოთ, შეიძლება ხე ივანიშვილი ძალიან ცნობილი ფიგურაა, მაგრამ აი ნებისმიერი ქართველი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, შეძლებდა ამის გაკეთება. მე მინდა ჩაგეკითხოთ, მე ამას ესე ვუყურებ, რომ გვახსოვს მათ შორის აი ამ გამოსვლების დროს, როცა ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონს და მთელი ამბები მე რასაც მოყვა პრეზიდენტის მიერ სოხუმის დატოვება და ასე შემდეგ, მათ შორის ისინი, ვინც ეწინააღმდეგებოდნენ აი ამ კანონის მიღებას, რაც თავისთავად რუსების ინტერესებში შედიოდა, ისევ და ისევ რუსეთის დროშას აფრიალებდნენ თავიანთ აქციებზე, ხო? კი, დემონსტრაციულად აკეთებდნენ, თუმცა რეალურად ისინი რუსეთის ინტერესებს უპირისპირდებოდნენ, რეალურად ასე გამოდიოდა და მგონია რომ ეს ივანიშვილის ამბავიც ან ის რომ შეიძლება ქართველი იყოს, ეს არის უბრალოდ საბაბი, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ ღიად თქვან, რომ არ უნდათ რუსების მიერ თავიანთი კონტროლირებადი თუ რამდენადაც შეიძლება კონტროლირებადი იყოს, მაგრამ არ უნდათ რუსებს უფრო მეტი შესაძლებლობები მისცენ აფხაზეთში და შეიძლება თქვეს რომ ქართველების საფრთხეა და ივანიშვილის საფრთხეა და ასე შემდეგ, რა თორე ხო რეალურად ალბათ ყველა მიცის რომ ეგ საფრთხე დღევანდელი მოცემულობით მით უმეტეს ნაკლებად განხორციელებად ამბავად მიმაჩნია. გეთანხმები აბსოლუტურად პიარულად საკმაოდ კარგი გათვლა იყო. ვერაფერს ვერ ეტყოდა. ამ კანონის ამის საინვესტიციო რუსეთიდან საკუთრებით. იცი რა ხო არის კი მაგის რისკი რომ რუსეთის მოქალაქემ რომელიც ეთნიკურად ქართველია, თავი დაანებეთ საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ქართველს. რუსეთის მოქალაქე არის ძალიან ბევრი ქართველი, მათ შორის აფხაზეთიდან წასული ქართველები, ხო? რა ვიცი, პირდაპირ იყიდა, შეიძლება მის სახელით არ ეყიდა, მაგრამ ვიღაც მის რუს მეგობარს ეყიდა, მის ახლა რეალურად მის იქნებოდა. ასე რომ ამ არგუმენტს ვერაფერი ვერ უქნეს. პრინციპში, იქ იყო საუბარი, რომ შემოწმება მოხდება ამის, როგორც ასე ვთქვათ, ამის საწინააღმდეგო არგუმენტი, რომ აი კარგად გამოვიკვლიოთ ვინ იყიდა, მაგრამ აი ყველა რა თქმა უნდა ამ არგუმენტი მაგრა იმუშა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ რეალურად მე აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ მათ თქვეს, რომ ქართველებს კი არ გვეშინია, ჩვენ გვეშინია რუსებს, რომლებიც დიდი ფული ჩამოვლენ აფხაზეთში. მათ ჩვენზე მეტი ფული აქვს და ისინი ყველაფერს იყიდიან. ეხლა რას იძახდნენ? ააშენებენ სასტუმროს. იმას მე პატარა რესტორანს აუშენებენ, შემდეგ კაფეს აუშენებენ, პატარა მაღაზიას აშენებენ და ჩვენ არავის არ დავჭირდებთ. ჩვენ მათ კონკურენციას ვერ გავუწევთ და ჩვენ შემოსავლისა გვაქვს, მე მგონი და რეალურად ესე ხდება. ხო, დავკარგოთ, ამაში ალბათ სწორი იყო არგუმენტები, მაგრამ მოდი ვთქვათ, მე სხვა მხრივ დარჩენია, ახლა რუსეთის არგუმენტი რა? მე შენ დაგეხმარე? მეორე შენი უსაფრთხოების გარანტი. რომ არა ჩემი ფინანსური დახმარება, თქვენ ვერაფერს ვერ იზამთით. თქვენ იზოლაციას ვერ ასოს ვერ დაძლებთ. შამბა აღშღერებდა სხვათა შორის ამ შეტყობინებებს, ხო, რომ რამდენადაც დამოკიდებულია აფხაზეთი რუსეთზე და ხო, ერთ-ერთი შამბა იყოს, არა, შამბა უბრალოდ ავტორიტეტია ახლა მორალურისთან აფხაზეთში, კი ბოლოს სხვათა შორის უტევენ ხოლმე რაღაცნაირად. რაღაც ვლადისლავ არზიმბაზე რაღაც ორაზროვნად გაკეთა განცხადება 90-იან წლებში, რომ ის რაღაც როცა ქართულ-აფხაზური ომი იწყებოდა, სადღაც გაქრაო ეძებდიოდა, ძალიან დიდი ის მოხდა. ანუ რაღაცნაირად თათ ავტორიტეტები ყავთ, მაგრამ თან მათი კრიტიკა შეუძლიათ, ამას დიდი ის მოხდა. თან ახლა არა გვავიწყეს შეგნი შამბო, წარმავალი პოლიტიკური კლასის წარმომადგენლებია, სხვათა შორის ამ დღეებში გარდაიცვალა ასევე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი აფხაზი სეპარატისტი სტანისლავ ლაკობა, რომელიც ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ისტორიის ესა და ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო აფხაზური სეპარატიზმი, ავტოავარიაში. რა კავშირი აქვს ლაკობასთან? ის არ ვიცი, ნაცისაური კავშირი არ ვიცი, პირდაპირ აქვს, მაგრამ რაღაცა შეიძლება აფხაზ ძალიან პატარა საზოგადოებაა. ყველა ერთმანეთს ნათესავია, ყველა ერთმანეთს ახლობია, აი მაგალითად ვიღაცა რაღაცას რო დააშავებს. მთელი სოფელი შეიკრიბება ხოლმე მის რგული და შეიძლება რეალურად სამართლებრივად რაღაცა დანაშაული აქვს ჩადელი, მაგრამ ამ მოსახლეობის განწყობის გამო რაღაცა ხდება ცოტა ისე არასამართლებრივად პრობლემების მოგვარება. ნუ ლაკობას გარდა კიდევ არის ძველი ელიტის წარმომადგენლები, რომლებიც აფხაზურ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არიან წარმოდგენილი, მაგრამ რაღაც ტენდენცია უკვე როდესაც ისინი გადიან ამ პოლიტიკას, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსები მოდიან, რომ მთლიანად რუსეთში არიან აღზრდილები.
რუსეთის კულტურულ სივრცეში უფრო მეტად არიან, მათი აზროვნება უფრო რუსულია ვიდრე იმ აფხაზებისა, რომლებიც 90-იან წლებში ამ სეპარატისტულ პროცესებში იყვნენ ჩართული და ფაქტობრივად აფხაზური ნაციონალიზმის გაღვივება შეუწყეს ხელი და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის დამფუძნებლები არიან, ხო? ეხლა ჩვენ გვყავს დღეს პირველი პრეზიდენტი, დე-ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუმბა, რომელიც პირველი დე-ფაქტო პრეზიდენტია, რომელიც არ მონაწილეობდა ქართულ აფხაზურ ომში. ანუ ეს ნიშნავს ახალი ელიტა მოდის და ახალი ელიტა სხვანაირი ხედვები აქვს პროცესების. მათზე რუსეთის ზეწოლაც უფრო მეტია. და სწორედ ამ საინსტიტუტო შეთანხმებაში რეალიზაციის კუთხით მათ ძალიან დიდი როლი ექნებათ. ეხლა დაკისრებული, იმიტომ რომ ეს ახალი პოლიტიკური ელიტა ბადრა გუმბას თამადობით მოვიდა რუსეთის დიდი ჩარევის შედეგად. შესაბამისად, მოლოდინები არის, რომ ბადრა გუმბა რუსეთის ინტერესებს კიდევ უფრო მეტად გაატარებს. ეხლა ჩვენ გვიკვირს, ხო, ეხლა როგორ უწევს წინააღმდეგობას. ეხლა ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში იქ პრობლემები არის. პირიქით, ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური ელიტაზე მოსახლეობაც იძახს, რომ არ გვინდა ჩვენ დამოუკიდებლობა. ჩვენ გვინდა ვიყოთ რუსეთის ნაწილი. სად არიან რეფერენდუმით ჩაატარონ და რა ვიცი, როცა ეტყვიან, შევლენ ისინი იქა და დამოუკიდებლობამდე ყოველთვის გვესმის ხოლმე მათ შორის ეგ. ხო, ეს შია პოლიტიკური მისთვის გამოიყენება და მე ვფიქრობ რუსეთი საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენება რეფერენდუმის თემას. ეხლა აფხაზეთთან სულად განსხვავებულია როცა ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის თემა წამოიწევს, ისინი ამბობენ, რომ ჩვენ პატივისცემ ცხინვალის რეგიონის გადაწყვეტას, მაგრამ ჩვენს განვითარების სხვა გეზი გვასარჩენ და ეს არის დამოუკიდებლობა, ჩვენ გინდათ ვიყოთ სუვერენული სახელმწიფო, რომელიც პარტნიორია ეს რუსეთი, ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, ჩვენი უფროსი ძმა არის, მაგრამ ჩვენ გვინდა დამოუკიდებლობა. ამას ისინი ყოველთვის ხას უსვამენ. ასე რომ ძველი ელიტა ამას კარგად აკეთებდა, ამიტომ უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევდა იგივე საინსტიტუტო შეთანხმებას, რომელსაც პოლიტიკური ისი გამოიწვია და კიდევ ერთი დე-ფაქტო პრეზიდენტის გადადგომა მოყვა, იმიტომ რომ აფხაზეთში მანდამაინც დე-ფაქტო პრეზიდენტების გადადგომა ისეთი იშვიათი მოვლენა არ არის, ხშირად ხდება ხოლმე მსგავსი რაღაცა, მაგრამ ეხლა მოვიდა ახალი პოლიტიკური ელიტა. მახსოვს რომ მათ შორის სოხუმშიც იყო საუბარი, აი ამ თუნდაც ევროკავშირი იქნებოდა, გაერო იქნებოდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები მეტნაკლებად იქ მოქმედებდნენ და რაღაც ჰუმანიტარულ ასე ვთქვათ დახმარებას ხალხსაც უწევდნენ, თუმცა გვახსოვს მე რუსეთიდან ჩამოსული არძიმბა, ეს ახალგაზრდა არძიმბა, ასე ვთქვათ, კი, ინალ არძიმბა, რომელმაც ასე ვთქვათ მიზნად დაისახა, დაუსახეს უпроსორად, რომ ეს ამბავი საერთოდ ამოეძირკვა და დღესდღეობით ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მე მგონი არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ალბათ წითელი ჯვარი თუ შედის. ამ ხრივ როგორი სიტუაციაა, იმიტომ რომ ესეც ხო მათ შორის რუსეთის კონტროლის გაძლიერების ერთ-ერთი ფაქტორია, ასე ვთქვათ, რომელსაც აი ეს ახალი თაობა, რომელზეც თქვენ საუბრობდით, მოდით ცოტა უფრო ფართო კონტექსტში შევხედოთ მაგ საერთო უცხოეთის აგენტების კანონს 2020 წელს როდესაც სხვათა შორის მთიანი ყარაბაღის მეორე ომი დასრულდა, ნოემბერში იყო ესა, ისე 9 ნოემბერს დასრულდა ომი და 12 ნოემბერს უკვე ხელი მოეწერა რუსეთის, აფხაზეთის და რუსეთის ერთიან სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამას. სადაც თუ არ მაქვს, სადაც 57-მდე პუნქტია გაწერილი. ანუ ეს არის ერთგვარი მოთხოვნა იმისთვის, რომ აფხაზეთმა რუსეთის სოციალურ სამართლებრივ სივრცეში ინტეგრაცია მოახდინოს, ეს მოთხოვნები უნდა შეასრულოს. მათ შორის ერთი იყო კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ. ამ კანონის მიხედვით, სადაც 2023 წელს ეს გეგმა, სამოქმედო გეგმა უნდა შესრულებული იყო და მათ შორის ეს კანონი უნდა ყოფილიყო მიღებული. იმისთვის, რომ ეს კანონი დაეჩქარებინათ, აფხაზეთში პირობთ მივლენილი იყო ეგრეთ წოდებულ საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძიმბა, რომელიც აფხაზეთის საკმაოდ ისეთი პოპულარული ოჯახის წარმომადგენელია, მაგრამ ის სკოლის დამთავრების შემდეგ რუსეთში მოღვაწეობდა, საკმაოდ ცნობილი პირია, იმიტომ რომ ის ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ვლადისლავ სურკოვის მარჯვენა ხელი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რაღაც გარკვეული პერიოდი. ეს წამოვიდა აფხაზეთში როგორც მინისტრი და ის როგორც კი დაინიშნა ამ თანამდებობაზე, ეგრევე ხელი დაუქმნია აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით გაეროს წარმომადგენლებს და ამის აქვს ვიდეო კადრები არსებობს, შეგიძლიათ ეს კადრები ნახოთ, რაღაცა დამოკიდებულება როგორია ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, საკმაოდ უხეში ტონია ეს ყველაფერი, ძალიან დამამცირებელი მე თუ მკითხავს ადამიანი და მან უთხრა, რომ მათ ყველაფერი სამინისტროს უნდა შეეთანხმებინათ, თავი უნდა დაენებინათ პოლიტიკური შინაარსის პროექტების განხორციელებისათვის და აი სოციალურ-ეკონომიკური საკითხების პროექტები მათ შეეძლოთ განეხორციელოთ აფხაზეთის ტერიტორიაზე.
დაიწყეს ამ კანონის ლობირება ამავე დროს, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების შევიწროება დაიწყეს ამ კანონის ლობირებაც, მაგრამ მოხდა ესე, რომ თავ დე-ფაქტო მთავრობაშიც კი აი მათ შორის ასლამ ჟანია და ბევრი მაღალჩინოსანი აფხაზეთში ამის წინააღმდეგ, ფარულად ესენი ღიად ამას არ ამბობდნენ. აი მაგალითად, როდესაც ინალარძიბა შეხვდა გაეროს წარმომადგენლებს და მას ასე ვთქვათ, თითები უქნია, რომ რაღაც გადაიხედეთ მათ საქმიანობისათვის ალექსანდრე ვანკოვი როცა მაშინ დე-ფაქტო პრემიერი იყო ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა და რაღაც მადლობები უხადა რომ რა კარგია რომ რაღაც პროექტებს ვახორციელებთო. საზოგადოებისგან საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და სამოქალაქო სექტორისგან ამ კანონსთან მათ შორის არძიმბა, რა თქმა უნდა, ამ კანონის წინააღმდეგ მიდიოდნენ ისინი. ხო, და არძიმბა წინააღმდეგაც რაღაც პრეტენზიები გამოითქვა მასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არძიმბა მანდამაინც არ უყვარდათ აფხაზეთში, როგორც ამბობენ, არ იყო ეს პოპულარი თავისი სტილის გამო, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა ეს ახალგაზრდა ბიჭია, სადღაც ახლა იქნება 35 წლის. ომში მონაწილეობა მიღებული არ აქვს, რუსეთში გაზრდა და მას ეძახიან დობერმანს რუსეთში. წარმოიდგინეთ ახლა მისი სტილი ურთიერთობის როგორია, რომ რუსი პოლიტიკოსებისა და მაღალი დონის საჯარო მოხელეები მას დობერმანს ეძახიან. და აფხაზეთის სამოქალაქო სექტორმა გააკრიტიკა ეს კანონი, არძიმბას ქმედებები და უნდა ვთქვათ, რომ აფხაზეთში სამოქალაქო სექტორი საკმაოდ ძლიერია. აქ არის ხალხი, რომელიც 90-იან წლებიდან საფუძველი ჩაუყარეს სამოქალაქო სექტორს, მათ აფხაზური ეგრეთ წოდებული სახელმწიფო შენებლობის ძალიან ბევრი საქმე აქვს ნაკეთები. ანუ ესე ხელს ვერან ვერ წამოარტყამს მაგათ თავში და ვერ შე რა გაიკეთებია. ამ ხალხს ზოგს რაღაცა უომია, ზოგს რაღაცა ოჯახის წევრი ყავს დაღუპული და ძალიან ბევრი საქმეა გაკეთებული თვითონ აფხაზური ეგრეთ წოდებული სახელმწიფოებრივისთვის. გამოვიდა მათ შორის ისეთი ადამიანები, რომლებიც ზოგადად ამ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ძალიან ნეგატიურად იყვნენ განწყობილი. აი მაგათ ასლან ყობახია, ეგეთ ძალიან ცნობილი პიროვნება ყოფილი დე-ფაქტო შინაგან საქმე ისე თქვა რომ ეხლა ჩემი დამოკიდებულება ყველა მიცით გავს საქმეების მიმართ, მაგრამ ამ ხალხს მე როგორ დაუძახო აგენტი, რომელთან ერთადაც მე ვიბრძოდი ომში. ქართველების წინააღმდეგ და ერთად გვაქვს სისხლით დაღურილიო მაგათ წინააღმდეგ, ხო? ასე რომ თავად დე-ფაქტო ხელისუფლების და პოლიტიკური ელიტიში გამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც ამას წინააღმდეგობა გაუწიოთ. მოდი სხვა კუთხით შევხედოთ, ეკონომიკური კუთხით შევხედოთ ამას, ხო? რამდენიმე მილიონი დოლარი იხარჯებოდა, ათეულობით მილიონი დოლარი სავარაუდოდ, ეხლა ზუსტი მონაცემები არ მაქვს, იხარჯებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხო? აფხაზეთი ხო ძალიან პატარა ტერიტორია, ძალიან პატარა მოსახლეობის. ეს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი საკმაოდ დიდ ასე ვთქვათ, გავლენას ახდენდა იქაურ ეკონომიკაზე და ადამიანების დასაქმებებზე, ხო? ასე რომ ეს სამოქალაქო სექტორმა წინააღმდეგობა გაუწია, თავის ელიტიში გინდაც იყო გარკვეული წინააღმდეგობა და ეს ორგანიზაციების შეზღუდვა, გავრცელდა ინფორმაცია შეუძღვნის, მაგრამ საბოლოო ჯამში დღეს არ გვაქვს ჩვენ ეგეთი ინფორმაცია, რომ დახურულია მათ საქმიანობა. უფრო სიმართლე გითხრათ, საერთაშორისო პოლიტიკაში მომხდარი ძვრების გამო რაღაცა დაფინანსებები შეჩერდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, ამან გამოიწვია გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ თორე დახურული არის, იქ გაეროს ბევრი ორგანიზაცია წარმოდგენილია, საქართველოს ნებართვით, საქართველოს გავლით, ცხინვალის რეგიონში სადაც მხოლოდ წითელი ჯვრის კომიტეტი მოქმედებს 2008 წლის შემდეგ სხვა ორგანიზაციები ყველა დაიხურა და სამოქალაქო სექტორი პრაქტიკულად აღარ არსებობს. აფხაზეთში და განსხვავებული ვითარება არის, სადაც 10-12 საერთაშორისო ორგანიზაცია რო შეხვიდეთ საგარეო საქმეთა დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. სხვადასხვა ტიპის ორგანიზაცია, რომელიც იქ აქტიურად მუშაობს და სამოქალაქო სექტორთანაც თანამშრომლობს ამ კუთხით. ასე რომ ეს კანონი ჯერ არ მიუღეთ და ჰაერშია გამოკიდებული, ის პარლამენტში შეიტანეს, ბოლოს იძულებული გახდნენ რაღაცნაირად მიიღოთ, მაგრამ მე მგონი თანამედროვე საერთაშორისო პროცესებმა რო საერთაშორისო დაფინანსებები შეწყდა რაღაცა კუთხით, ხო? ამან რაღაცა იქაც ექსაქტი ისეთი აქტუალური არ გახადა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ აფხაზურმა საზოგადოებამ იქ ვინ ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ ეს რუსეთის მოთხოვნა იყო, შეძლეს ის, რომ ასე ვთქვათ, ეს კანონი შემოედოთ. იგივე ხა საინვესტიციო შეთანხმებას და ამავე კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ კანონი ეგრეთ წოდებული აპარტამენტებისა და აპარტ-ოტელების შესახებ. ეს იყო შედარებით უფრო ადრე. ეს ხო, მიმდინარე პროცესია, სხვათა შორის საინვესტიციო შეთანხმებამდე იყო ეს რაღაც ერთმანეთზე მიბმული აქ თემები ყველაფერი. აპარტ-ოტელები და აპარტამენტების კანონი რა იყო? მოკლედ ის რომ არ შეგიძლია არა აფხაზს მისცე მიწა, ასე ვთქვათ, დე-ფაქტო ხელისუფლება ესეთი რამე მოიფიქრა, რომ მიწას კი არ ვაძლევთ. შენობაში აპარტამენტი მივცეთ, იქ სადაც 25 კვადრატმეტრი არ შეიძლება მას ჰქონდეს და არ შეუძლია მაგალითად თელი წელი იცხოვროს, რომ მხოლოდ 3 თვე იცხოვროს, დანარჩენი რაღაცა სხვა მიზნებისთვის უნდა გამოიყენოს. ყველა რაიონში 5-5000 წელს აპირებდნენ, ანუ სულ რაღაცა 7 რაიონია, ხო 7 სოხუმის გარდა 7 რაიონია, მათი ასე ვთქვათ
დანაწილებით. მათი დანაწილების მიხედვით მერე თქვეს რომ აი კაი ჯანდაბას მხოლოდ გალში ოჩამჭირესით ტყვარჩელში და გურიფში გავაკეთე, იმიტომ რომ ეს ნაკლებად განვითარებული რეგიონია, ტურისტებს არ იზიდავს და მოდი ასე შეიძლება ფული და ის მოვიჯდოთ, მაგრამ ამასაც დიდი წინააღმდეგობა მოხდა. მახსოვს კადრები, როდესაც აი დეპუტატები დაიბარეს ამ მომრჩევლებმა, აი სოფლებში და უთხრეს ათქმევინეს უარი. უთხრეს თქვენ ხო წინააღმდეგი ხართ ამისა და კი მე წინამ ჩააწერნეს ეს ვიდეოები და ერთ-ერთი დეპუტატი მახსოვს, რომელიც შეხვედრაზე მიდიოდა ავარიაში მოხდა, არ ვიცი შეიძლება შემთხვევა ადგილი იყო, მაგრამ მან თავი არი და საკუთარ ეგრეთ წოდებულ ამომრჩეველთან შეხვედრას. ანუ ეს კაც შემდეგ პარლამენტმა უყო ეს ხალხი ესე არ ენდო, მათ პარლამენტმა გამოიწვია ეს კანონი და თქვა რომ ჩვენ ამ კანონს აღარ სიტყვაზე კი არ ენდერებ. მათ დოკუმენტურად გააფორმეს ეს რომ ამ აპარტამენტებისა და აპარტ-ჰოტელების კანონს გამოვიწვევთ, რომელსაც მე სხვა სახელი დაარქვეს, მაგრამ ეს იყო რაღაც შეფარულად გაგება. დიდი ალბათობით მან რახან ეგეთი კონსოლიდაცია ხდება ხოლმე თვითონ აფსუებს შორის, გამოდის რომ ის სამოქალაქო სექტორი, რომელზეც წეგან საუბრობდით, საკმაოდ ძლიერია, იმიტომ რომ ამ ადამიანებამდე ვიღაცამ ხომ უნდა მიიტანოს ინფორმაცია, რომ ჯერ ერთი რომ ესეთი კანონები დაუშვათ დაინიცირდა და მეორე რა საფრთხეები შეიძლება ქონდეს ამას მათი გადმოსახედიდან, ხო, თავის სეპარატისტული მიზნებისთვის მათ შორის. ანუ ეს ესე რომ აი მთავრობამ გადაწყვიტა დე-ფაქტო მთავრობამ და ხალხი უცებ აჯანყდა, ესე არ ხდება, რაღაც კავშირი არსებობს და როგორც ჩანს, ჩემი წარმოსახედიდან ასე ვთქვათ, აი ზუსტად ის ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორი ასრულებს მაგ როლს, რომლითაც ხდება ასე ვთქვათ კომუნიკაცია საზოგადოებასა და მიმდინარე მოვლენებს შორის და მე ეს საზოგადოება იქაური ავლენს თავის უარყოფით დამოკიდებულებას, რომელიც ნახეთ უკვე რამდენიმე შემთხვევაში წარმატებით დაიცვა საკუთარი კი, ბევრ შემთხვევაში იყო, ეხლა ჩვენ კი გვიკვირს ეს ყველაფერი, თავად რუსებსაც ვუყურთ, ეხლა ჩვენ შეიძლება ვთქვათ რუსები რა პრობლემაა, რა ვიცი 100,000 აფხაზია ეხლა რომ როგორ ვერ ახერხებენ ამას, ხო? ნუ მთლად ესეთი ნაჯახის მეთოდით არ უნდათ როგორც ჩანს ამის გაკეთება, იმიტომ რომ ისინი წარმოაჩენენ ჩვენ ცირერების დამცველი ვართ. აი პატარა სახელმწიფოებს ეხმარებთ მე რუსულ ხედვას გეუბნებით, ხო? ასე რომ მაგის ეს ღიად გაკეთება არ უნდათ, ასე რომ დღეს ყველა ეს კანონი მათ შორის საინსტიტუტო შეთანხმება, რომელიც საუბრობენ რუსები უკვე ეს რაღაც სახეშეცვლილების ფორმით ალბათ მისაღები იქნება, ხო? ხო და არ ვიცი რა ფორმით იქნება და დღისაში კიდევ ერთხელ დადგება და სწორედ ახლად არჩეული დე-ფაქტო პრეზიდენტს ამის ვალდებულება აქვს. რომ ეს რაღაცნაირად მიიღოს. მაგრამ ნუ ჯერ ცოტა გადადეს, იმიტომ რომ ახალმოსული ეს ერთ წელიც არ არის გასული, რაც ხელისუფლებაშია იქ, ასე რომ შესაბამისად ეს ცოტა მეორე პლანზეა გადაწეული. ასე რომ ეს კანონი როგორც თქვენთვით არ არის მიღებული, მაგრამ ამ კონტექსტში ასევე არ დაგვავიწყეს მე ეს უცხოეთის აგენტების კანონი არ არის მიღებული, მაგრამ უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა აფხაზეთის შემთხვევაში, როდესაც რუსეთმა უცხოეთის აგენტის სტატუსი მიანიჭა აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ მოქალაქეებს. სამ ჟურნალისტს, რომელიც მე საზღვარზე არ უშვებდნენ და მთელი მანამდე პრობლემებს უქმნიდნენ, საზღვარზე გამოცმებდნენ, რაღაცებს ეუბნებოდნენ, აჩერებდნენ დიდი ხნის განმავლობაში და სამი ჟურნალისტი საკმაოდ ცნობილია და სამოქალაქო აქტივისტი და ორი ჟურნალისტი, ერთი სამოქალაქო აქტივისტია და ნუ თან ჟურნალისტიცაა, ხო? და თან სამოქალაქო აქტივისტი არიან პრინციპი სამივე ჩართული. ხო, ძალიან პოპულარული ხალხია ესა. ამ კანონებთან დაპირისპირების გამო რუსებმა მიიღეს მას წინააღმდეგ ესეთი ზომები. ხო, კონტექსტი რა იყო? ისინი რუსული პოლიტიკის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, ამის წინააღმდეგ განაწყობდნენ საზოგადოებას და ქმნიდნენ საზოგადოებას, იმიტომ რომ ამ ხალხს ჰქონდა ასე ვთქვათ მედია საშუალებები, სალაპარაკო სივრცე და ისინი საკუთარი შეხედულებებით და აზრებით გავლენას ახდენენ ამაზე და ნეგატიური დამოკიდებულება შექმნეს იმ კანონების მიმართ, რომელიც რუსების ხედვით სასარგებლო იქნებოდა აფხაზებისათვის. მარტში მოხდა ეს ამბავი, ჯერ ერთ-ერთი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი, ესე ცნობილი ჟურნალისტი აფხაზი, მის წინააღმდეგ, მე შემდეგია და შემდეგ ორი ქალბატონი იყო, ვის წინააღმდეგ ეს გამოიყენა, მაგრამ პლუს ესა პირველი შემთხვევა, რომ გამოიყენა, მაგრამ ერთი კომიკური სიტუაცია რა, ერთ-ერთი ქალბატონი არ არის რუსეთის მოქალაქე, მარტო აფხაზეთის ეგრეთ წოდებული მოქალაქეა. ანუ იდეაში არამოქალაქეს მიწეს უცხოეთის აგენტის სტატუსი, ხო, ახლა რუსული კანონის მიხედვით როგორც ვიცი, ახლა მთლად არ ვარ ჩახედული, მოქალაქე უნდა იყო, მაგრამ ეგ რა ეთქვა გაიპართა, ჩათვალეს, ისიც რუსეთის მოქალაქე იქნება. ვინი ფიქრებდა, რომ არ იქნებოდა და მაგრამ პლუს ამის ეს ხო უცხოეთის აგენტის კანონი მიანიჭეს და ორ ადამიანს, რომელიც ღიად გამოდიოდა საინსტიტუტო შეთანხმების წინააღმდეგ, ეს პირველი პრეცედენტი იყო აფხაზეთში, იმათ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. და რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა რას ნიშნავს? ხო, ისინი იზოლირებული ხარ სულ აფხაზეთიდან ვერ გავლენ. და ოღონდ ეს მანამდე ცხინვალის რეგიონში გამოიყენეს, როდესაც სამ დეპუტატს, ეგრეთ წოდებულ დეპუტატს ჩამოართვეს მოქალაქეობა იგივე მოტივით, რომ ისინი
რისკებს ქმნიდნენ რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიაში უსაფრთხოების თვალსაზრისით. რაც ისეთი უცნაური ფორმულირება აქვს ამასთან და ეხლა ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში ეს კიდევ უფრო დრამატულია, იმიტომ რომ საერთოდ ჩაკეტილი ხარ. წარმოიდგინე ვერსად ვერ გახვა. და აფხაზეთში რა ზღვას მაინც შეხედავდა რაღაც გადახედა ჰორიზონტს. მოდით ერთ საკითხზე გადავიდეთ, რომელიც მე მგონი თქვენ ძალიან კარგად გესმით. მაყურებელს რომ ავუხსნათ, როგორ ხდება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლი, ვინ არის კურატორი, როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება, პოლიტიკის ჩამოყალიბება და ასე შემდეგ. აი ეს ასე ვთქვათ, ტექნიკურად როგორ ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ამ ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლს, ამაზე რომ მოგვიყვეთ და უთხრათ მაყურებელს. ბევრი მეთოდია ამასთან დაკავშირებით, ბევრი მიმართულება ესა ეკონომიკა, პოლიტიკა, უსაფრთხოება. მეტნაკლებად მოვიხილეთ კიდეც, მაგრამ ხო რა. ხო, ვისაუბრეთ, მაგრამ თვითონ მექანიზმი როგორია შეგვიძლია ვთქვათ. ეხლა ეს თემა აქტუალურია 8 წლის შემდეგ გახდა, როდესაც რუსეთმა აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა 2008 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, ესე მოიხსენიებს რუსეთი ამ რეგიონს და ამის შემდეგ როგორც სახელმწიფოებს ისე უყურებს აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს. რუსეთი გაიხსნა ეგ საელჩოები, დამტყავდა დიპლომატიური ურთიერთობები და აი როგორც სახელმწიფო შორის ხდება ხოლმე ურთიერთობა, ისე ხდება დღეს რუსეთს აფხაზეთს შორის. ნუ ფორმალურად ესეა, თორე რეალურად რა თქმა უნდა ეს რეალურ ცხოვრებაში ესე არაა, იმიტომ რომ რუსეთის გავლენა საკმაოდ დიდია. 2008 წლის შემდეგ გაჩნდა ესეთი ტერმინი, მათ ეძახიან კურატორებს, ანუ ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით რაღაც საკითხზე არიან პასუხისმგებელი პირები. ეს არის კრების სახელი, ახლა კონკრეტულად როგორც პირს კი არ ეძახიან, ყველას ეძახიან კურატორს, ვინც რაღაცნაირად კურირებს და რომლის სამუშაო აღწერებაში წერია, რომ მისი საქმე არის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ რაღაც ინფორმირება, ხელმძღვანელობის, ახლა პროექტების განხორციელება, ანალიტიკური მასალების მომზადება და ეს ყველა მიმართულებითა და ყველა სამინისტროშია გაკეთებული. ეხლა ეს არის ერთგვარი პირამიდასავით არის. პირამიდის თავში როგორც წესი არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და ეს თანამშრომლები როგორც წესი მაღალი თანამდებობის პირია. თუ ეხლა 2008 წლიდან მოყვებით, ყველაზე ცნობილ გვარებს ვიტყვი, ეხლა ყველას არ დავასახელებ. ვლადისლავ სურკოვი იყო, რომელიც 2013-დან 2020 წლამდე კურირებდა ოკუპირებულ რეგიონს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. ვლადისლავ სურკოვი არის ადამიანი, რომელსაც ეკუთვნის ტერმინი სუვერენული დემოკრატია, რომელიც ყველასაც ცნობილია რუსეთის შიდა პოლიტიკაზე იყო პასუხისმგებელი, მაგრამ შემდეგ რაღაც მოიძულეს კრემლში, რა გარკვეული წარუმატებელი ნაბიჯების გამო. შემდეგ დააბრუნეს კრემლში და მას შეაბარეს აფხაზეთის ცხინვალის რეგიონი, რომელიც სურკოვის დონი პოლიტიკოსსაც საკმაოდ ისეთი დაბალი დონის, ასე ვთქვათ, მცირე მასშტაბის საქმე ხო ეხლა. ნუ თუმცა შემდეგ იქ არაფორმალურად უკრაინის თემად ჩააბარეს, მაგრამ ნუ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ისეთი საკითხი იყო. ეს ხშირად ჩადიოდა სხვათა შორის სურკოვი აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონშიც, განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზისების დროს, რაც ხშირი იყო აფხაზეთში, მაგალითად ერთი ორი პოლიტიკური კრიზისი იყო აფხაზეთში, როდესაც მის ჩასვლას მოჰყვა დე-ფაქტო პრეზიდენტების გადადგომა. და შემდეგ ვადამდელი არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა აფხაზეთში, ეგრეთ წოდებული კრიზის მენეჯერიც არის ისა. სურკოვის შემდეგ 2020 წელს, როცა ის წავიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, გადაიბარა ეს საქმე ძალიან ცნობილმა ადამიანმა დიმიტრი კოზაკმა, რომელიც პუტინის თანამებრძოლი იყო 90-იან წლებიდან და მასთან ერთად ბევრ თანამდებობაზე უმუშავია. ეს იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. სურკოვის რანგი იყო, ის იყო პრეზიდენტის თანაშემწე. კოზაკი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. ისკურებდა აფხაზეთის ცხინვალის რეგიონს და ამოდით პოსტსაბჭოთა ქვეყნებს. და მათ შორის უკრაინას, მაგალითად მინსკი 1 და 2 შეთანხმება 2014 წელს სწორედ მისი ჩართულობით იყო ყველაფერი და ცნობილი ამბავია, ყოველ შემთხვევაში ესე წერენ რუსულ მედიაში და ესე ამბობენ ექსპერტები, რომ ის იყო ერთადერთი მაღალჩინოსანი, რომელიც ღია დააფიქსირა საკუთარი წინააღმდეგობა უკრაინის ომთან დაკავშირებით. ეს 2022 წლის სრულმასშტაბიანი სამხედრო კამპანიის დაწყებამდე პერიოდს ეხება, როდესაც თქვა, რომ ის ამის წინააღმდეგი იყო. მაგრამ მან 5 წლის განმავლობაში მოახერხა ის, რომ ამ კურირებდა, მაგრამ საინტერესო ის არის, როგორც ჩანს, კოზაკი მანდამაც ძიათ აღთხოვანებული არ იყო ამ საქმეებით, იმიტომ რომ ეს ერთხელაც არ არის ნამყოფი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში. და კურატორი თუ ხარ რაღაცა უნდა ჩახვიდე, ხო? მაინც ასე რომ და იანვარში გადასაყენებელია. და იანვარში აღმოჩნდა, რომ ის ჩაანაცვლა სხვა პირმა და კოზაკის თემა რომ მოვჩეთ ამით, კოზაკი
ეხლა 17 სექტემბერს გასულ პარასკევს გადააყენეს თანამდებობიდან საერთოდ და მან დატოვა კრემლი. ეს უნიკალური შემთხვევა მოხდა ამდენი წლის პოლიტიკური კარიერის შემდეგ პუტინთან მუშაობის დროს გადააყენეს. ბევრი ამბობს, რომ ეს უკრაინის წინააღმდეგობის გამო და ეს ასე თქვა, არ ვიცით საწავა ეხლა შევხედავთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღარ მუშაობს. მაგრამ იანვრიდან ჩვენ გვყავს ამ მიმართულებით ახალი ფიგურა, ამ რეგიონებისთვის რეალურად ახალი ფიგურა არის სერგეი კირიონკო, საკმაოდ გავლენიანი და ცნობილი რუსი პოლიტიკოსი და მოღვაწე, რომელიც სოხუმშია დაბადებული. ეს არის ძალიან საინტერესო, სოხუმელია ესე, სკოლაში იქ დადიოდა. ეს კაცი არის რუსეთის პრემიერ-მინისტრი 1998 წელს. ვლადიმერ პუტინი FSB-ს ხელმძღვანელს სწორედ სერგეი კირიონკომ წარადგინა. ცნობილი კადრები ამასთან დაკავშირებით, როდესაც სერგეი კირიონკას მიყავს FSB-ს შენობაში და წარადგენს ვლადიმერ პუტინს FSB-ს, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელს. ამ შემდეგ მე დეფოლტი იყო რუსეთში და კირიონკოს გადადგომა მოუწია, ის იყო ერთი ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი რუსეთის ისტორიაში. შემდეგ კი ცოტა ხანი ჩამოშორდა, მაგრამ რაღაც თანამდებობა ყოველთვის ჰქონდა კირიონკოს, აი პუტინის მმართველობის დროსაც, მაგრამ როგორც წესი პუტინმა ყველაფერი კარგად დაუმახსოვრა მას, ეს კარგი დამოკიდებულება აქვს და შემდეგ როსატომში იყო ეს წლების განმავლობაში და შემდეგ დაბრუნდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და თავიდან მას შიდა პოლიტიკა ჩააბარეს, შიდა პოლიტიკაზე იყო პასუხისმგებელი, ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე იქ სისტემური ოპოზიციის შექმნა, მისი პასუხისმგებლობა იყო არჩევნების კარგი შედეგით დასრულება პუტინისთვის, მისი პასუხისმგებლობა იყო. როცა უკრაინაში დაიწყო ეს ამბები, უკრაინის მიმართულებაზეც გადაერთო, ეს 2022 წლიდან, როდესაც რუსეთმა ოკუპაცია მოახდინა ყირიმისა და დონბასის გარდა დანარჩენი ტერიტორიებსაც, სერგეი კირიონკო უკრაინის პორტფელით ჩაიბარა. და 2025 წლის იანვრიდან უკვე კირიონკო ჩააბარეს აფხაზეთში და მე გამოჩნდა რომ ცხინვალის რეგიონის რაც საკმაოდ ლოგიკური იყო და ის ძალიან ხშირად ჩადის დასაკუთრებით აფხაზეთში. ეხლა ცხინვალის რეგიონშიც იყო სხვადასხვა 20 სექტემბერს, როდესაც ცხინვალის რეგიონში აღნიშნეს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გამოცხადების საიუბილეო რაღაცა თარიღი იყო. 35 წლის თავი, მაგასაც ჩავიდა და ეგ სიტყვითაც გამოვიდა ამასთან დაკავშირებით და აფხაზეთში ლამის ყოველთვიურად ჩადის და აი ეს არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც გაზაფხულზე ჩატარდა, სწორედ კირიონკოს ზედამხედველობით თქვი ჩატარდა და ეს იყო პირველი შემთხვევა აფხაზეთის შემთხვევაში, ესე ღია ფორმით ჩაერთო რუსეთში და პოლიტიკურ პროცესში, მანამდე ერთვებოდა რაღაც დონით, მაგრამ ესე ღიად ეს იყო პირველი შემთხვევა ფაქტიურად თქვეს რომ ეს კაცი უნდა გახდეს პრეზიდენტი, თუმცა მაინც იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად პუტინთან ერთად იღებდა ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი აფხაზეთში სურათებს, მაგრამ იმ კანდიდატმა წააგო სხვათა შორის აფხაზეთში. ჩვენ არ წარმოვიდგენთ ისე რომ რუსეთი ვისაც უჭერს, ხალხს ის აუცილებლად მოიგებს. აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ესე არ ხდება ხოლმე, ჩვენ გვაქვს პრეცედენტები, როდესაც ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში გაიმარჯვეს კანდიდატებმა, რომელსაც რუსეთი ესე ღიად არ უჭერდა მხარს. ცოტა უცნაურია, მაგრამ ესეთი რამე ხდება და საინტერესო ის არის, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არის შემთხვევები, როდესაც ოპოზიცია იმარჯვებს ხოლმე და ოპოზიციური კანდიდატი ხდება პრეზიდენტი. აი, რას შეიძლება მიეწერებოდეს აი ამ კურატორის ასეთი მოხშირებული ვიზიტები, განსხვავებით მისი წინამორბედისგან. შეველოდოთ რამე სიახლეებს. ხო, როგორც ჩანს 2022 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ეს სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რაღაცა პოლიტიკის გადახედვა მოხდა. რაცა ტემპების დაჩქარდა და რუსეთის გავლენებიც ვატყობთ რომ სულ უფრო აი დინამიკაში რო შევხედოთ. ხო, კი მანამდეც ითხოვდა რაღაცებს აფხაზებისგან, რუსებისგან, მაგრამ ეხლა ვხედავთ ჩვენ რომ რუსეთის მოთხოვნები გაცილებით უფრო გაიზარდა და კირიონკას დონის ფიგურის დანიშნა სწორედ ამას მიუთითებს, რომ კირიონკი არ არის პატარა დონის, ასე ვთქვათ, ის პაიკი არ არის. ის საკმაოდ გავლენიანი ტიპია, საკმაოდ მაღალი ნდობა აქვს და ისეთ საკმაოდ მონდომი, მე რო უყურებ ეხლა მის ჩასვლას, საკმაოდ მონდომული წარმოგიდგენთ თვეში ერთხელ ჩადის ისლამის აფხაზეთში. იყო შემთხვევა, როდესაც ურჯულში ჩავიდა, ხო, იქა ჩადის და ამბობს, რომ აი ეს გაიხსნება და ორი კვირა გადის და მაგალითად ხსნიან. ეხლა მაგალითად სოხუმში ისიც კი გახსნეს, ზღვაში ღია შადრევანი გახსნეს და იქ რაღაც ღილაკს სერგეი კირიონკომ დააჭირა. ეხლა ყველაფრის გახსნაში და რეაბილიტაციაში, დახმარებაში ის არის ფაქტიურად ჩართული და ეს ნიშნავს, რომ რუსეთი აპირებს, რომ მისი გავლენები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ისეც გავლენა აქვს, ხარ ვიცი, მეტი რა დონეზე უნდა აწიოს კიდევ. ბრის უმაღლეს დონეზეა ეს გავლენა იქა. აფხაზეთში არის რესურსი კიდევ დარჩენილი იმისთვის, რომ რუსეთის გავლენა გაიზარდა და განსაკუთრებით საეკონომიკურ ცხოვრებას ეხება, იმიტომ რომ უშუალობის კუთხით რუსეთი სულად აკონტროლებს აფხაზეთის ცხინვალის რეგიონს და აქ პრეტენზია არ აქვს ადგილობრივებს, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა, რომ უსაფრთხოების ქოლგა არ მიიღეს რუსეთისგან.
ეკონომიკაზე თანახმარიანია აფხაზები რუსული ფული ჩამოვიდეს, მაგრამ რაღაც ლიმიტები აქვთ ადგილობრივ მოსახლეობას. მოდით შევეხოთ რკინიგზის და აეროპორტის ამბავს აფხაზეთში. მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ბოლო დროს განახლებული ეშელონებით, ასე ვთქვათ, მიმოსვლა სოხუმსა და სოჭის შორის თუ არ ვცდები და ასევე სამწუხაროდ მთელი ამ წლების განმავლობაში დაკეტილი სოხუმის აეროპორტის აღდგენა მოხდა რუსების მიერ და რუსებმა დაიწყეს უკვე სოხუმის აეროპორტში პირდაპირ ფრენები რუსეთის სხვა ქალაქებიდან, ხო? აბსოლუტურად საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, რასაკვირველია საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევით. ამაზე გითხარით ორიოდე სიტყვა, რა მოვლენა იყო, რა მნიშვნელობა აქვს ამას ადგილობრივებისთვის. მე პირადად მაგალითად ამას ხედავ ძალიან დიდ საფრთხეს საქართველოსთვის არაღიარების პოლიტიკის ამბავში, მათ შორის, იმიტომ რომ აეროპორტის გახსნა და ფრენების დანიშვნა და მათ შორის სხვადასხვა ამასთან დაკავშირებით რა პასუხები მე არსებობდა, ესეც ჩემთვის საკმაოდ დიდ საფრთხეს ქმნის, თუმცა თქვენ გვესაუბრეთ უშუალოდ სეპარატისტების გადმოსახედიდან, ასე ვთქვათ, რა მნიშვნელობის იყო ეს ორი მოვლენა. მესამესაც დავამატებ მე, მოდი სამი დიდი სატრანსპორტო სფერო განვიხილოთ ახლა აფხაზეთში. ოჩამჩირეს გულისხმობთ. დავიწყოთ რკინიგზიდან. რკინიგზი ალბათ ახალი თემა არ არის, ადრეც მუშაობდა ეს რკინიგზი. უბრალოდ განახლება ჩაატარეს. მაგისტრალი სოხუმამდე ჩადიოდა, მე ოჩამჩირადეს გაიყვანეს, უბრალოდ ოჩამჩირედან საოკუპაციო ხაზამდე უკვე აღარ არის ფიზიკურად, იმიტომ რომ 90-იან წლებში ძარცვა მოხდა, იქ ლიანდაგები დაზიანდა, იქ ხაზები მოიპარეს. შესაბამისად ოჩამჩირიდან უკვე აქეთ საოკუპაციო ხაზამდე ეს აღარ გადის, მაშინ როდესაც ჩვეულებრივად ჟუდის რაიონის გავლით დანარჩენ საქართველოს ტერიტორიას გადიოდა, იმიტომ რომ ადრე ხო თბილისი მოსკოვის რეისები და სარკინიგზო ისინი მარშრუტები სწორედ აფხაზეთის ტერიტორიის გავლით ხდებოდა. ასე რომ ეს ოჩამჩირეზე მთავრდებოდა, ეს ნელა ხდებოდა ხოლმე მათ პერიოდულად მისი რეაბილიტაცია, მაგრამ პოლ პერიოდში რო დავაკვირდეთ, ეს რეაბილიტაციის მასშტაბები რაღაცნაირად გაზრდილია, ამას ძირითადად რუსეთი აკეთებს, იმიტომ რომ მოვიდგოთ აფხაზეთში ამის ცოდნა არ არის, ფიზიკურად ცოდნა და ფინანსები არ არის, რომ ეს საკუთარ რესურსით გააკეთოთ, ხო? ხდება მეტნაკლებად ლიანდაგების რეაბილიტაცია, სადგურების რეაბილიტაცია. ადრე მაგალითად სატვირთო იმისთვის ყოველთვის იყენებდნენ და იყო მაგალითად ქვანახშირის მაგალითი გითხრათ, როდესაც ხდებოდა ტყვარჩელიდან ოჩამჩირეთში ამოტანა და შემდეგ ოჩამჩირის პორტიდან ამის ექსპორტი. ეხლა არის სურათები დაფიქსირებული, როდესაც მაგალითად სოხუმის სარკინიგზო სადგურში ქვანახშირი დატვირთული ვაგონები იყო და ნუ დიდი ეჭვია, ეს იყო დონბასიდან წამოღებული ქვანახშირი, რომელიც არალეგალურად მოიპოვებოდა დონბასში, იმიტომ რომ რუსეთს ჰქონდა ეს ოკუპირებული ის ტერიტორია 2014 წლის შემდეგ და ხდებოდა შემდეგ რუსეთის და აფხაზეთის გავლით იმის შავ ზღვაში ვერ გავიკვლევით ამის გატანა. ეხლა აფხაზეთის რკინიგზას გარდა სატრანსპორტო კომპონენტის გარდა აქვს სამგზავრო კომპონენტი, რომელიც ძირითადად მაინც ტურისტულ სეზონზე მოქმედებს და ეხლა არის გაგრის მიმართულებით, სოხუმის მიმართულებით გარკვეული სამგზავრო ისინი არის, იმიტომ რომ მანდამაც საფეხმავლო გადასასვლელი არ არის ესე გამტარუნვარიანი, იმიტომ რომ დღეში რა ვიცი 1000-ობით ადამიანი გადადის ტურისტულ სეზონზე მაისიდან ოქტომბრამდე, ანუ ეს არ ყოფნის და სარკინიგზო ხაზიც არის, იქ არის რეტრო მატარებლებიც არის გახსნილი მაგალითად, სადაც აი როგორც საბჭოთა პერიოდში იყო ესეთ სტილზე არის მოწყობილი ვაგონი, რომ ეს რაღაც ტურისტული მიმზიდველობა შექმნა ამასთან დაკავშირებით, ასე რომ გზავრები საკმაოდ ბევრი გადის, ალბათ ოქტომბერში გვეცოდინება ჩვენ მონაცემები, რამხელა იყო ამის გადაზიდვა. საინტერესო უფრო არის ეს სწორედ სამგზავრის სატვირთო გადაზიდვები, იმიტომ რომ ბოლო წლების მონაცემებით აფხაზეთის რკინიგზის შემოსავლები იზრდება. ეს რა თქმა უნდა სეპარატისტების მონაცემებია, ახლა და ჩვენ მათ უნდა დავაყროთ, ახლა სხვა მონაცემები არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ახლა ბოლო წლის მონაცემები იყო, სადაც 9 მილიარდი რუბლი სადღაც იყო 480 მილიონი რუბლი იყო თუ არ ვცდები. როცა მაშინ წინა წლებში ეს გაცილებით ნაკლები იყო. ახლა მოდით ვთქვათ, ხო ეს არ არის სატრანზიტო დერეფანი არ არის აფხაზეთი, რაღაცა საქართველოს თურქეთს ან სომხეთის მიმართულებით არაფერი არ მიდის, ხო, ვიცით? შესაბამისად, როგორც ჩანს, რაღაც ტვირთები შედის და რაღაც ტვირთები მიდის შემდეგ სოხუმისა განსაკუთრებით ოჩამჩირის პორტიდან გაურკვეველი მიმართულებით, რომლის კონტროლის საშუალება ჩვენ ბუნებრივია არ გვაქვს ახლა. ნუ შესაძლოა არის სამსახურები, რომელიც ეს იცის, მაგრამ ესე ღია წყაროებით ამით ასე დადგენა საკმაოდ რთულია. ნუ ახლა უთქვიათ, რომ მაგალითად თვითონ აფხაზეთის რკინიგზის წარმომადგენლებს, რომ ტვირთების ყველა დიდი ნაწილი ქვანახშირზე მოდის, ქვანახშირის ექსპორტზე. წარმოიდგინეთ ქვანახშირი მოდის, ოჩამჩირე ჩადის, სადღაც იყიდება ეს ყველაფერი, ხო? მაგალითად, როდესაც დაიწყო უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია რუსეთის 2022-ში, 2023 წლის მარტში პირველად დაფიქსირდა აფხაზეთის რკინიგზაზე ეგრეთ წოდებული საკონტეინო ტერმინალი, ისა მატარებელი. ანუ კონტეინერების საშუალებით რუსეთიდან შემოვიდა რაღაც ტვირთი,
რომელიც შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე და პორტიდან გავიდა გაურკვეველი მიმართულებით, რომელიც არ ვიცი საწერ. ხო, ზღვის დაბინძურებაზე საუბრეთ წაღან და სავარაუდოდ პორტიდან საკმაოდ დიდი. კი, არის ეგ შემთხვევებიც არის, რაღაცა მაგას ვერ დამალავე, ხო, როცა ბინძურდება, ეხლა მთლად ეს მარტივი არა, თუმცა ეხლა ტვირთი რა არის, იქ ამის ცოდნა ჩვენთვის ეხლა ძალიან რთულია, ხო? არ ვიცი, შეიძლება არის რაღაცა სანქცირებული შეიძლება იქ რაღაცა ტვირთის გატანა, მაგრამ შემოტანა უკან ხშირდება შეიძლება სანქცირებული ტვირთების, ხო? ეხლა ვიტყვით რომ რა არის სხვა აფხაზეთის რკინიგზა ძალიან მოგზალებულია მისი მასშტაბები სხვა შედარებით, მაგრამ როდესაც რუსეთის წინამდე ამდენი სანქცია მოქმედებს, ნუ ჩემი აზრით ყველა ხურელი მნიშვნელოვანია გამოიყენოს. ეს არის ჩათვალეთ რომ ერთი დამაკავშირებელი მარშრუტი დანარჩენ სამყაროსთან. ეს არ შეეხება რკინიგზას, აეროპორტზე რო ვთქვა, ერთი-ორი სიტყვა, ეს მართლა უპრეცედენტო ის იყო, წინა დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას პირობა იყო ესა. და ნუ მოხდა ისე რომ დააჩქარა ეს ამბავი და 1 მაისს კირიენკოს ჩარევის შედეგად მოხდა ისე რომ კირიენკო როგორც კი გახდა ესე მან დააჩქარა და 2025 წლის 1 მაისს ესეთი ისტორიული რამ მოხდა ასე ვთქვათ სეპარატისტებისთვის ის რომ პირველი რეისი ჩაფრინდა სოხუმის აეროპორტში და დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრაგუმბა იყო ერთ-ერთი პირველი მგზავრი ამისა. დღეს ჩვენ გვაქვს ესეთი მონაცემები რომ დაფრინავენ მოსკოვიდან, ეხლა დაიწყო სანქტ-პეტერბურგიდან, ნიჟნი-ნოვგოროდიდან, ხანტი-მანსიევსკიდან. ასე 4 ესეთ რეიზა, ნუ დღეს ავიკითხე რომ უფიდან და კიდევ ერთ-ერთი ქალაქიდან იქნება ეს რეისები, მაგრამ ბევრ რეგიონიდან ეს დოტაციურია ეს ფრენები და თვითონაც გააჩნია ხარის 50 ადამიანი სათვითონაობის და ეხა ბოლო ჩამოვიდა უფრო დიდი მასშტაბი, სადაც 250-300 ადამიანი რო ეტეოდა ისეთი ისა, იმიტომ რომ ხა 50 კაციანი ისა რამდენად მოგებიანი იქნება, იმიტომ რომ ხანტი მასიევსკიდან თუ არ ვშტები სარატოვში ჩადის სადაც და მერე ჩამოდის სოხუმში და 6-7 საათი ჭირდება ჩამოფრენა საკამოსთან დაკავშირებით. თან არ გვაუწყეს რომ დრონების გამო, უკრაინული დრონების გამო სოჭის მიდამოებში იკეტება ხოლმე სახარის სივრცეები და ეს გარკვეულ პრობლემებს ასე სხვადასხვა მატერიალებისაც შეექმნა პრობლემა, როდესაც მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან ტურისტულ სეზონზე ძირითადად სოხუმში მიდიოდნენ ამ ასე ვთქვათ ომთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოხდა მათი შეკავება. ეხლა ეს აეროპორტი ეხლა გვინდა თუ არა ჩვენ მუშაობს, მაგრამ ეს არ არის, რა თქმა უნდა, ლეგალურად არ ხდება აქ ფრენები. იკაოს მიერ, რომელიც ავიაციის სფეროში საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია და რომლისაც თქვა, ბეჭედი გჭირდება იმისთვის, რომ შენ საერთაშორისო ფრენა განახორციელო, მაგრამ ნუ ეს არ ჭირდებათ, იმიტომ რომ იქ სანქცირებული რუსული კომპანიები დაფრინავენ. იქ მეტნაკლებად ის ცნობილი რუსული კომპანიები არ დაფრინავენ. შედარებით უფრო ახლა რო არ გაგვიგია ესეთი კომპანია, iFly მაგალითად ესეთი კომპანია დაფრინავს და რაღაც უფრო რეგიონული ტიპის ის, რომელიც რუსეთში ახორციელებენ ფრენებს და ეხა ის არ დაფრინავს ეხა ევროპაში და სხვა ქვეყნებში და შესაბამისად ეხა აფხაზეთი ახალი ეკონომიკური შესაძლებლობა მისთვის და ამას კარგად იყენებენ ამ კუთხით ის მათი გადმოსახედიდან ეს სწორედ ესაა მათი ხედვით რო შევხედოთ ხო აფხაზეთისთვის დიდი ამბავია იმიტომ რომ აეროპორტი მას მნიშვნელოვანი რაღაცაა დიდი საქმეა სადაც 250-200-მდე კაცია დასაქმებული და კვალიფიციური მუშახელია თქმა უნდა რუსეთიდანაც ჩამოსული იმიტომ რომ ეხა აფხაზეთში ეხა მაგის სპეციალისტები არ იყვნენ ეხა ცდილობენ რომ ვიღაცებს ასწავლონ სავიაციო სადისპეჩერო საქმეები რა მუშაობს ეხა აეროპორტი ვხედავ იქ რომ მუდმივად რაღაც რეისები ხორციელდება რაღაცნაირად ტურისტები ჩამოდიან ისვენებენ მაგრამ ეხა პრობლემა ისაა რომ ეს ტურისტულ მარშრუტებზე იმუშავებს ალბათ ოქტომბრამდე ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ხო შემდეგ ალბათ კვირაში რამდენიმე რეისი განხორციელდება მოსკოვიდან სავარაუდოდ ამ ნახოთ სადაც იქნება უფრო ოჩამჩირეზეც რო გადავიდეთ და მე მინდა შევეხო სირიის საკითხს ოჩამჩირეზეც მაყურებელს რო უთხრათ რა ხდება ოჩამჩირის სპორტზე და მოკლედ ჩავერთვების სირიაზე და მე ალბათ დასასრულისკენ წავალთ თუ რამე სხვა ისეთ კითხვა. კი ბატონო, ოჩამჩირის სპორტზე რო შევაჯამოთ, ოჩამჩირის საზღვაო პორტია, დიდი ხნის განმავლობაში იყო აქ პორტი, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული იქ. ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული მოდით ეს. ხო, ისტორიულად და საბჭოთა პერიოდშიც გააგრძელეს ეს ძველი ტრადიცია. აქა, ნუ პორტი პატარა პორტია, ხა რუკაზეს რო შეხედოთ, აი ნოვროსის რო შეადაროთ, ხო, ან სევასტოპოლს ძალიან მოგზალებულია. ნუ თუნდაც ბათუმის და ფოთის პორტთან შედარებით ძალიან პატარა, მაგრამ ხა იქ სადაც რუსებს გავლენა აქვს, იმის ფონზე ძალიან პატარა ხო ჩამჩირის სპორტი. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ იქ აფხაზური რამდენიმე კატარღა იყო, რომელიც რაღაც ვთქვათ იყენებდნენ სასაზღვრო დანიშნულებით, საზღვრის ეგრეთ წოდებული საზღვაო აკვატორის დაცვის კუთხით, მაგრამ 2008 წელს, როდესაც უკვე აგვისტოში ომი დასრულდა და სეპარატისტულმა მთავრობამ ოფიციალურად მოიწვია რუსები, იქ რუსეთის ფედერალური შრომის სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს სანაპირო დაცვის სამსახური დაიწყო მსახურება
სადაც 1000-მდე სასაზღვრო კატარღის მიღება შეუძლიათ მათ და ეს 1000 სასაზღვრო კატარღა დღემდე არის სიგრძის სოციალური. ეხლა სატელიტურ სურათებს რო შევხედოთ, ჩვენ ვნახავთ, რომ სამი პლატფორმაა იქა, ნავმისადგომი უფრო სწორად და ერთ-ერთი ნავმისადგომი განკუთვნილია სწორედ ამ სასაზღვრო გემებისათვის. ეხლა 2003 წლის დეკემბერში იყო, თუ არ ვცდები, 2000 წლის ოქტომბერში თუ არ აქვს მნიშვნელობა, 2003 წლის ბოლოსკენ იყო მოკლედ. როდესაც დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია შეხვდა ვლადიმერ პუტინს სოჩში და ამ შეხვედრიდან რო გამოვიდა ინტერვიუ მის ერთ-ერთ რუსულ გაზ და იქ თქვა, რომ სოჩი გაიხსნება რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი. ამან ყისიერად გააჩინა უამრავი შეკითხვა, თუ რას ნიშნავდა ეს განცხადება და რატო აპირებდა ამას რუსეთი, ხო? რუსეთის мотиваცია რა შეიძლება ყოფილიყო? ჩვენ ვიცით, რომ 2003 წლის ბოლოსთვის უკვე 2004-ში განსაკუთრებით აღმოჩნდა, რომ ყირიმში მდებარე საზღვაო ნავსადგურები და ნოვოროსისკი ასევე აღარ არის დაცული უკრაინული ერიშების მიმართ, ხო? უკრაინული დრონები და სხვადასხვა სამხედრო საშუალებები ძალიან ხშირად აღწევენ ხოლმე ამ საზღვაო ზონაში, ასე რომ გაჩნდა ვარაუდი, რომ რუსეთი ჭირდებოდა რაღაცნაირად ალტერნატიული პორტი, ცოტა მოშორებით ნოვოროსიისკიდან. მაგრამ ეხა პრობლემა ისაა, რომ ესა ძალიან პატარა პორტია, იქ დიდი გემების შესვლა, დიდი სამხედრო გემების შესვლა ფიზიკურად შეუძლებელი, ამიტომ მას დიდი ინფრასტრუქტურული ცვლილებები ჭირდებოდა, ანუ შეიძლება დიდი ინვესტიცია და პარალელურად კითხვა დაისვა, იქნებოდა კი ეს დაცული უკრაინული დრონების მიმართებაში? უკრაინა ყისიერად გააკეთა განცხადება, რომ თუ ოჩამჩირეში გაიხსნება რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზრის პუნქტი, ეს გახდება ჩვენი ლეგიტიმური სამიზნე და ჩვენ იქ ისევ მოვქმედებთ, როგორც სევასტოპოლში და ორესკიში ვიქცევით ეხლა. ამან გარკვეული შიშები გააჩინა სხვათა შორის თავად აფხაზეთშიც, იმიტომ რომ ფიქრობდნენ, რომ ის შეიძლება ჩათრეული აყვნენ ამის გამო, მაგრამ ამას წინამდე დიად ვერ გაუწიეს სხვათა შორის, თუ მაგალითად საიმედო შეთანხმებაზე კანონის ხოდის აგენტების შესახებ წინამდე რუსებს აქვს ინტერესების ხარისხი, რომელსაც ფიზიკურად ამას ეხლა ვერაფერი ვერ უქნეს, ნუ თქვენს რომ ისეც არის მაგ სამხედრო კატარღებიო და ეხლა ამას რა უყოთო, მაგრამ ძალიან დიდი შიშები იყო და ფიქრობდნენ აქ მოხდებოდა თუ არა რეალურად რაღაცის დაწყება. ეხლა ალბათ იმის დამალვა თუ იქ რაკეტა შეუძლებელი, ეს არ არის ეხლა დახურული სივრცე, ხო, ღია სატელიტების სურათები ხელმისაწვდომია და ეხლა ჩვენზე უფრო გამოსულ ადამიანებს და ორგანიზაციებს უფრო მეტი ტექნიკური საშუალება აქვს დაადგინოს, მაგრამ ის ინფორმაცია რაც მაქვს ღია წყაროების საშუალებით, მათ შორის სატელიტური ფოტოების საშუალებით, ჩვენ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ დავასკვნათ, რომ ამ ეტაპზე ოჩამჩირეს პორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული ცვლილებები დიდი ალბათობით არ უკავშირდება სამხედრო ინფრასტრუქტურას და ეს არის ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებით. მათ შორის იქ მოხდა, სადაც 500 მეტრში უშუალოდ პორტიდან საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა, რომელიც კირიენკომაც მოინახულა სხვათა შორის, რომელსაც მიუღია 1200 კონტეინერის გადამუშავება, რაც მიუთითებს იმას, რომ ანუ რკინიგზის ხაზი იქნება დატვირთული, ჩამოიტანენ კონტეინერებს რუსეთიდან, ეს კონტეინერები ჩაიდვირთება გემზე და გემით წავა გაურკვეველი მიმართულებით, ხო? ეს ტერმინი უკვე დასრულდა, იანვარში უკვე დასრულებული იყო, ეხლა ტენდენციას ვერ ხედავ ჯერ ეს ინტენსიურად მუშაობს, მაგრამ დიდი ალბათობით მას რაღაცნაირად რაღაცა ეტაპებურად უკვე ჩართულია, ასე ვთქვათ, ეს კონტეინერი ამ საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში, რომელსაც რუსეთი აფხაზეთის გავლით დანარჩენ სამყაროსთან არალეგალური გზებით აწარმოებს. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში შეინიშნება ასე, რომ ოჩამჩირეს პორტში არსებული ერთ-ერთი ნავმისადგომი ცოტა გაფართოვდა და როგორც ამბობენ, ესაც უკავშირდება იმისთან, რომ გემები, სატვირთო გემებში მოხდეს უკეთესად იქ რაღაცების სამქალქო დანიშნულებით თვირთების ჩატვირთვა. ნუ თუმცა შეიძლება სამხედრო დანიშნულებითაც გამოიყენო, მაგრამ თავარი ის არის აქ, რომ განცხადება, რომ აქ რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტს აშენებს, ნუ დღეის მდგომარეობით ეს არ შეესაბამება არსებულ ინფორმაციას და არსებულ რეალობას ოჩამჩირეს პორტში, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავს იმას, რომ ერთდღეს რუსეთმა ეს გადაწყვეტს. აბსოლუტურად. აი ბატონო მამუკა, მე მინდა რომ სირიასაც შევეხოთ, მათ შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა, განსაკუთრებით ბოლო დროს მოხდენილი ამბების ფონზე. მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ სულ რამდენიმე ქვეყანაა, რომელსაც აღიარებული ყავს აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ხუთი რუსეთის ჩათვლით და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყნებს შორის არის სირია.
გამომდინარე იქიდან რა მნიშვნელობა აქვს ამ ტერიტორიას, გამომდინარე იქიდან რამდენად ახლოს არის რეგიონთან და ჩვენთან, ფაქტობრივად ჩვენი სამეზობლო არის სირია და სხვადასხვა პირობებიდან გამომდინარე. ასევე მაყურებელს მოდით უთხრათ, რომ აღიარება მოხდა ასადის რეჟიმის მიერ, რომელიც იყო რუსეთის მოკავშირე, რუსეთის მეშვეობით გადარჩა ეს რეჟიმი, აბსოლუტური იზოლაცია ჰქონდა მას ფაქტობრივად დასავლეთიდან, ამერიკიდან და ასე შემდეგ. დაგვიდგა შემდეგ მომენტი, ასე ვთქვათ, ვითარება, როცა ასადის რეჟიმი შეიცვალა და მთავრობა, რომელიც მოვიდა სირიის ხელისუფლებაში, ასე ვთქვათ, უფრო ახლო ურთიერთობაში აღმოჩნდა დასავლეთთან, ის ასე ვთქვათ, კედლები რაც მანამდე არსებობდა დასავლეთთან მოიშალა და თითქოს აი აქ უკვე სეპარატისტებს დაუდგათ რთული ვითარება, იმიტომ რომ ერთის მხრივ ყავდათ ასადი, თავიანთი მოკავშირე, გახსნილი ჰქონდათ იქ მათ შორის საელჩო და ასე შემდეგ და უცებ ასადის აბსოლუტურად, ანუ მისი სამხედრო გზით დამამხობელი ხალხი მოვიდა ხელისუფლებაში, რომელიც მათ შორის თავიდან უფრო მეტ კონტაქტებს აპყარებდა დასავლეთთან, ვიდრე რუსეთთან. ამ ბოლო დროს ჩემდა სამწუხაროდ ეს კონტაქტების რაღაცა მათ შორის სიტყვიერ დონეზე შეინიშნება. და აი სად ვართ ახლა ეს ასე ვთქვათ საფრთხე სეპარატისტებისთვის, რომელიც არსებობდა აღიარების გაწევის მხრივ, როგორ შეიცვალა, თუ შეიცვალა და რა ვითარება ამაზე რო გითხრათ. როცა სირიაში ხელისუფლება შეიცვალა, პირველი შეკითხვა ეგ გახდა. რას იზამენ ამ რეგიონების მიმართებაში, იმიტომ ჩვენ გვახსოვს ახლა ასადმაც როცა ეს აღიარება გააკეთა ამ რეგიონების, ნუ ფაქტ სახეზე იყო იქ, რომ პუტინს გაუგორა კოჭი, სხვა გამოსავალი მას არ ქონდა და რაღაცნაირად ალბათ როცა რუსეთის ამხელა დახმარების ფონზე ასადმა უთხრა თუ რა შემიძლია მე თქვენთვის გავაკეთო და ერთ-ერთი ალბათ იმ ჩამონათვალში იყო რომ გარდა იმისა რომ რუსული სამხედრო ბაზები განთავსდა სირიის ტერიტორიაზე იყო რომ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა ეღიარებენ და ამით ის გახდა ბოლო სახელმწიფო პრინციპი რომელიც აღიარა ამის შემდეგ აღიარებები აღარ ყოფილა ასადის რეჟიმი შეიცვალა შარშან დეკემბერში, ეხლა უკვე 1 წელი გადის ამ პერიოდიდან და გაჩნდა იმედი, რომ ახალი ხელისუფლება სირიაში გადახედავდა ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ ეხლა დღევანდელი მოცემულობით ამის ეს ღიად ნიშნებს მე ვერ ვხედავ და რატო ვერ ვხედავ, ხო? ჯერ სირიის ხელისუფლების ეს ღია განცხადება არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც დეკემბრის შემდეგ, როცა მოხდა ხელისუფლების ცვლილება, დამასკოში მინიმუმ ორჯერ იმყოფებოდა აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ახალ დანიშნულია, რომელიც აპრილში დაენიშნა, როდესაც ბადრაგუმბა მოვიდა ხელისუფლებაში, მან ოლეგ ბარციცი, რომელიც ადრე მოსკოვში იყო აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საელჩო წარმომადგენელი და შემდეგ ბადრაგუმბას კონკურენტი იყო არჩევნებში, მას შეთავაზეს ასე ვთქვათ ეს პოსტი, ეს გახდა ის ორჯერ იყო ჩასული სირიაში. ერთ-ერთი ჩასვლის დროს, ნუ სურათები გავრცელდა ესეთი, რომ მაგალითად აფხაზური დროშა არ ჩანდა. მარტო სირიული იყო და აფხაზური დროშა არ ჩანდა. რაღაცა ნიშანი იყო, რომ ეს რაღაცა ფორმალური ზღვა არ იყო ხო ნაბიჯი მათ მხრიდან და საინტერესო ისა, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა პირველ ჯერზე არ ყოფილა სურათების საშუალებით გავრცელებული. ხოლო ტექსტი იყო დადებული და არ იყო სურათი. მაშინ როცა სხვებს რო შეხვდა ეს იყო. სოვანია ჩემი აზრით, იმიტომ რომ დიპლომატია მაშინ ჩათვალერეთ ხო რაღაც გზავნილი იყო ალბათ, ხო? გიორგიევა რომ რაღაცა კი შევხვდით, მაგრამ რაღაც ახლა სხვა დონის რაღაც ურთიერთობა მიმდინარეობს. მსგავსი გზავნილები აქვს სხვათა შორის ლუკაშენკოს და ესეც საინტერესო თემაა საქართველოსთან მიმართებაში, როდესაც ის აფხაზეთის თემაზე საუბრობს ხოლმე. ასე რომ ოლეგ ბარციცი ორჯერ იმყოფებოდა სირიაში, დადასტურების შეგვიძლია ვთქვათ. დღემდე არის სირიაში აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ელჩი. ანუ ეს დიპლომატიური ურთიერთობები არსებობს. ეხლა ჩვენ თუ სირიის პოლიტიკას შევხედათ, სირიის ახალი ხელისუფლება რაღაც მსგავსი გადაწყვეტილის მიღებას არ ჩქარობს. მათ შორის ის რუსეთთანაც ცდილობს გარკვეულწილად ურთიერთობის დაალაგებას, ხო? არც ეხლა იყო განცხადება, იყო თუ არა შეიძლება ეხლა აპირებს ჩასვლას, რომ მოსკოვშიც აპირებდა ჩასვლას ახალი პრეზიდენტი. შესაბამისად, ეხლა მე არ მგონია რომ სირიის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ესე სწრაფად მიიღო საბედნიეროდ ჩვენდა და მე მგონი მან არსებობს შანსი, რომ რაღაცნაირად ეს საჩვენოდ შემოტრიალდეს. იმედი მაქვს მე მაინც. ამისთვის ალბათ საჭიროა ოღონდ ჩვენ ხელისუფლებაც იმუშაოს. უნდა მეთქვა რა, ჩვენი გადმოსახედიდან რა იქნება სწორი ნაბიჯები აი ამ გეოპოლიტიკურ. მე მგონი ძალიან მარტივი ლოგიკა, მაგრამ ჩვენ ხელისუფლება რა უნდა აქნას? ეს უნდა მოითხოვოს აქტივისტ პარტნიორებთან ერთად, ხო? გიორგი რომელ პარტნიორი? ნუ რომელიც ყავდა ეხლა აღარ ყავს სამწუხაროდ. ნუ ყავს პარტნიორები, მაგრამ სხვა მიმართულებით. ის პარტნიორები რომელიც გვეხმარებოდნენ სამწუხაროდ ეხლა აღარ ყავს დღევანდელი დღის მოცემულობით, მაგრამ გიორგის მე მგონი კარგად ახსოვს არაღიარის პოლიტიკა რასაც ფუძნებოდა, ხო? გარდა იმისა, რომ ქართული დიპლომატია აქტიურობდა, ჩვენი პარტნიორები საერთაშორისო ასპარეზზე ვინ იყო ეს დასავლური სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენ გვეხმარებოდნენ იმაში, რომ
სხვა ქვეყნებს თუნდაც შემთხვევით არ ეღიარებინ მათი გავლენის რუსეთი სფეროებში ჩადიოდა მათ ამ ქვეყნებში და თხოვდა რომ ეღიარებინა გარკვეული ზოგი ფულის ანაცვლოდ სხვადასხვა წახალისებების ანაცვლოდ აღიარებს უკან წაღება ფულის ანაცვლოდ ტოტუალო და ვალნუატო შემთხვევა ამის კარგი მაგალითია როდესაც დღემდე გაურკვეველი აღიარეს თუ არ აღიარეს იმიტომ რომ ხან ამბობენ აფხაზები და ოსები და ხან არ ამბობენ ამას ამ სიაში უწერიათ რომ გვაღიარებს მაგრამ რეალურად არ არის ეს აღიარება წარმოებული ასე რომ ის რომ ჩვენ სირიას ვაიძულოთ აღიარება უკან წაიღოს ამის საჭირო აქტიური დიპლომატია თუ ჩვენ არ ვეტყვით მათ არ შევაწუხებთ თუმცა რაღაცა მცდელობა იყო ამის მე ვთქვი ძალიან მოგზალებული და ამას პარტნიორების გარეშე გამორიცხულია ამის გაკეთება იმიტომ რომ დასავლეთის თან საბედნიეროდ ახლა სირიას უდგას ის მომენტი სადაც ჭირდება იმ დასავლური სამყაროს გვერდში დგომა მათ შორის ინვესტიციებზეა საუბარი სატრანსპორტო დერეფნის ამუშავებას და ასე შემდეგ ჩემი აზრით идеალური შანსია რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა ეს ერთ-ერთი საკითხი იყოს გადმოვქაჩოთ მე მაინც ვიმედოვნებ რომ ყველაფერი ახლა კარგად იქნება. დიდი მადლობა ბატონო მამუკა, ძალიან საინტერესო. ჩემი აზრით საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის ჩვენს საზოგადოებაში ამ თემებზე საუბარზე და სამწუხაროდ ამ მოთხოვნას არც ერთი მხარე და არავინ სათანადოდ არ ავსებს მე თუ მკითხავთ. მადლობა მაყურებელს მოსმენისთვის, დაგემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე, იმედი გვაქვს რომ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და გელოდებით კიდევ უფრო საინტერესო საუბრებზე. კარგად.